ხარელში ტრუბაში დაწვეს ოსი. დაუსვარყავ სახედან იქიდანა და მოკლეს. რატო? როსი იყო. არსებობდა იქ მანამდე დაღვრილი სისხლი? არსებობდა. პირველი მდივანი ცხინვალში უნდა ყოფილიყო ოსი. მეორე მდივანი ყოფილიყო ქართველი. აფსახურდიას ეს ჯგუფი რომ მოადგა ცხინვალს. ჩვენ ცხინვალში ვისხედით მაშინ. ქართველებს ოსებს შორის არაფერი დაძაბულობა არ იყო. როგორც კომუნისტი ისე იყო იქ და როგორც კომუნისტის ისე არ თქმევინეს სიტყვა თქვენი დაკვირვებით. როგორც ოსს არ თქმეინეს. რუსების დახოცვამა და იმან ველს რუსები ვინ დახოცა? ჩვენ სამშვიდობოზე ბრალდებათ. მოგესალმებით ხალხო, გორის რაიონის სოფელ ზემოხვითიდან და ჩემი დღევანდელი სტუმარია ბატონი გოგი ლაზარაშვილი. პედაგოგი პირველ რიგში, პოლიტიკოსიც ერთ დროს და გორის საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ადამიანი მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში. დიდი მადლობა ბატონ გოგი, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, რომ დამთავრდით ინტერვიუზე და შორიდან დავიწყებ მე თქვენთან საუბარს. თქვენ როგორც მითხარით, აქედან 3 კილომეტრში არის ცხინვალი და თქვენ ცხინვალის უნივერსიტეტი გაქვთ და ინსტიტუტი გაქვთ დამთავრებული პედაგოგიური 60-იანი წლების დასაწყისში ჯერ კიდევ. მე მაინტერესებს იმ პერიოდის ცხინვალი რო წარმოვადგენინოთ და იმ პერიოდის ქართულ-ოსური ურთიერთობები როგორია, ჩვეულებრივ ადამიანებს შორის ურთიერთობა და რო წარმოვადგენინოთ აი ცხინვალის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესი და ურთიერთობა ადამიანებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის ამ პერიოდის ცხინვალში. მადლობა გულისხმიერებისთვის. ცხინვალში დავამთავრე პედაგოგიური ინსტიტუტი. ინსტიტუტში იყო ორი განყოფილება, რუსული განყოფილება და ქართული განყოფილებები. სტუდენტებს შორის ურთიერთობა იყო ნორმალური. ქართულ ფაკულტეტებზე სწავლობდნენ ოსიეროვნების სტუდენტებიც, ზოგი კახეთიდან ჩამოსული იყო, ზოგი ხარელის რაიონიდან იყო, თვითონ ცხინვალელებიც. და ერთი საოცრება იყო ამ პერიოდის ცხინვალში. ქართული სკოლები მოქმედებდნენ ამ პერიოდში და ძალიან ბევრი ოსი დაინტერესებული იყო, რომ თავის შვილს ესწავლა ქართულ სკოლაში. პირველი სკოლა იყო ერთ-ერთი ცნობილი და მეოთხე სკოლა იყო მეორეც ასევე. ამიტომ სკოლაშიც ქართველები და ოსები კი იყო ოსური სკოლებიც, რუსული სკოლებიც, მაგრამ ხდებოდა ისე, რომ რუსულ სკოლაში ქართველი სწავლობდა, ვის როგორ რა ინტერესი ჰქონდა. ხო და შეიძლება ვთქვათ, რომ იმ პერიოდის ქართულ და ოსურ საზოგადოებაში რამე ტიპის დაძაბულობა არსებობს, რომელიც მე შეიძლება გაღვივებული ან რაღაცა, მაგრამ ეს საძირკველში რო ჩავიდეთ, მაშინ რა ტიპის გაუგებრობა ან უთანხმოებები შეიძლება შეიმჩნეოდა ქართველებს და ოსებს შორის? აშკარად ეს არაჩანდა, იმიტომ რომ ქართველები და ოსები საწარმოები მუშაობდა. დაწესებულებები იყო. ქართველებიც მუშაობდნენ საწარმოებში და ოსებიც მუშაობდნენ. გვერდ-გვერდ მუშაობდნენ, სამკერვალო ფაბრიკა იყო. ბევრი რაღაცები იყო რა, ესეთი საწარმოები. ხო და აი ამ იმ პერიოდის საშუალო თაობასა და პატარებს შორისა არ იყო დაძაბულობის ნიშნები. და უფროს თაობას ხმამაღლა არ გამოხატავდნენ, მაგრამ იხსენებდნენ პირველი დამოუკიდებელი საქართველოს
პერიოდს და ზოგს წინაპრებიდან გადმოცემით, ზოგს ისა და ახსოვდა და მაინც გულში რაღაცა ჰქონდათ. რა იყო ის რაღაც, რა არ მოწონდათ იმ პერიოდის თქვენი დაკვირვებით? აი თუნდაც უფროს თაობას. რა ახსოვდათ ცუდად? ცუდ ახსოვდა რომ მაშინ გარეკეს ოსები. აი პირველი მთავრობის დროს? პირველი მთავრობის დროს გარეკეს ოსები. გარეკეს ცუდად ხო შევიან თქო გარეკავდნენ რა. ჟორდანიას მთავრობამ. კი. და მერე რომ მოტრიალდნენ ოსები, მერე მაგათ შური იძიეს ქართველებზე და აი ანუ არსებობდა იქ მანამდე დაღვრილი სისხლი? არსებობდა. კი, არსებობდა. ანუ ერთია რომ ეს სისხლი იღვრება იმ დროს, როდესაც პირველი მთავრობის დროს ესენი მიდიან. აქედან და მერე ბრუნდებიან ალბათ კომუნისტების დროს. კი. და როგორ იხსენებდნენ? აი დაახლოებით თუ გაქვთ წარმოდგენილი, თუნდაც ემოციურ დონეზე რა ტიპის ის იყო ეს? აშკარად ხმამაღლა მაგას არავინ არ ალაპარაკობდა. არ ლაპარაკობდა და მე ეს ინფორმაცია მაქვს, აი ვიწრო წრეში რომ უთქვიათ, რო წამეკითხია ამ ჩვენგან უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს ჩვენებისგან, იმითი რომ მაგალითად ერთ-ერთი რაზმელი იყო ამ პერიოდში ჩვენებური. როცა ოსები გადაირეკეს და ალბათ მშვიდობიანად არ გადაირეკავდნენ იმასა. ვასო იყო ესიაშვილი. და მე რომ მოტრიალდნენ ისინი არა, მე იმათ დაწოლა იყო აქ ამ სოფლებზე და იმაზე და ერთ შეეჩეხნა და რა ქვიაო, ეძებდნენ ვასო ესიაშვილს. და შეხვდა მეორე ვასო ესიაშვილი და სულ არამართალი კაცი მოკლეს. ოსებმა? ხო, მაშინ იმ პერიოდში. ხო და რაზმელები იყვნენ აქ, ახაურებიც იყვნენ რაზმში, იყვნენ ცხინვალიშიც იყვნენ ისინი ქართული რაზმელები რა და ამათ გადევნეს. ამ პერიოდს იხსენებდნენ ხო უფროსი თაობა და მტკივნეული იყო ეს მათთვისა და ყოველ შემთხვევაში თესლი რომელიც თქვენ ბრძანეთ აი მე ბოლო პერიოდში ის თესლი გაღვივდა. მაგრამ იმ პერიოდში როცა თქვენ სწავლობთ, მხოლოდ სადღაც ზურგს უკან ან უფროს თაობაში ჩურჩულით ხდება ამაზე საუბარი. ჩურჩულიც არ ამსმენია მე. არ ამსმენია. მეგობრობა, აი ჯარში ხო მე ცხინვალიდან წავედი, ოსებთან წავედი, კარგი ურთიერთობა. ხო, არავითარი მაგის მსგავსი ამ თაობას ადარ. მაგრამ დღეს როგორც იძახიან ამ ქართულ-ოსური კონფლიქტის პერიოდში დაბადებულები და მე წინ დაბადებულ ბავშვებსა ასწავლიან რომ ქართველები ფაშისტები ვართ, რომ ამდენი დაიხოცა ოფსა და უბედურობაში. ბავშვებში სკოლებში საუბრებს ატარებენ. უკვე სხვა ახალი თაობა წამოვიდა, რომელსაც ქართველებთან ურთიერთობა და მაშინ რა იყო თქვენი დაკვირვებით განსხვავება ქართულ საზოგადოებასა და ოსურ საზოგადოებას შორის? თქვენ ქართული საზოგადოების წარმომადგენელი. კი. იქ ოსური საზოგადოების ხალხიც არსებობს. მეგობრობენ ეს ქართული საზოგადოება და ოსური საზოგადოება ერთმანეთთან და საჩხუბარი იმ დროს არაფერი არ აქვთ. მაგრამ განსხვავებები ფაქტია ამ ადამიანებს შორის იარსებებდა. აი საზოგადოებას შორის. განსხვავებები ის არსებობდა, რომ ცხინვალი იზრდებოდა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ. იმიტომ საწარმოებში ჩამოდიოდნენ, სასწავლებლად ჩამოდიოდნენ, მე აღარ მედიოდნენ თაში და იმაში და ცხინვალში რომ სადაც უფრო მეტი პროცენტულად იყო წინა საუკუნის დაწყისში, ორი ოჯახი ცხოვრობდა ოსისა. ორი ოჯახი, ერთი თედიაშვილი იყო და მეორე ცხოვრებაშვილი იყო. დანარჩენი ოსებს ცხინვალში არ აყვაყვილად. და ბოლოს მე დასახლებები იყო, მიწებს ყიდულობდნენ, გაშვებოდნენ და თქვენ დროს უკვე იქ ოსები იქნებოდნენ. ოსები იყვნენ, საკმაოდ ბევრი იყვნენ. ოსური სკოლები და რუსული სკოლები უფრო მეტი იყო, ვიდრე ქართული სკოლები. აი რა იყო ის, რაც ოსურ საზოგადოებას ერთმანეთთან აკავშირებდა და განასხვავებდა ქართული საზოგადოებისგან? რა სურვილი იყო, ან რა კულტურა ან ტრადიცია იყო ასეთი, რომელიც აი შეატყობდი, რომ ეს ოსური ოჯახი, ან ოსური საზოგადოება და ქართული. მაგას ეგრე აშკარად ვერ შევატყობდით. მაგრამ სხვა პროცესი მიდიოდა ისეთი, რომ ქართველები რომ თბილისში სწავლობდნენ, აღარ აბრუნდებოდნენ. და ოსები პირიქით და მოსახლეობა როცა მეტი არის, უკვე ის ქართული ბირჟები, სადაც ახალგაზრდები ვრჩებოდნენ ხოლმე, სადაც ოსებიც მოდიოდნენ ხოლმე, ნელ-ნელა უკვე ოსებით ისახნა. ქართველებით იცლებოდა, ბოლოს იქ წავიდა, რომ ცხინვალის თეატრი დახურვის პირას იყო. ქართული თეატრი. ქართული თეატრი
და პირველ სკოლაში იყო პატრიოტი კაცი იყო ვახტანგ კასრაძე ერთი 2 მეტრიანი კაცი იყო 2 მეტრი ახალი იყო გორის რაიონის სოფლებში დადიოდა ხოლმე და რო თეატრში მისულიყვნენ და რო შეენარჩუნებინათ ხო და ისეთი აშკარა შევიწროება ქართველებისა არა ყოფილა ბოლო მომენტამდე მაგალითად იქაური რაიკომის დივნების ცვლილება ცხინვალის იმ პერიოდის ან პირობითად ეს თუნდაც ის რომ ჟავანაძე მიდის და შევარდნაძე მოდის პირობითად აი რას სულის აი ამ გარემოში ქართულ თუნდაც ქართულ-ოსურ ურთიერთობებში თუნდაც იმ გარემოში ცხინვალი იქნება ეს თუ გორი აი რაიკომ ცეკას პირველი მდივნის ცვლილება ზოგადად მთელ ქვეყანაში და რაიკომის დივნების ცვლილება რა ცვლილებებს იწვევდა ამ საზოგადოებაში რამე არსებითი იყო თქვათ ის რომ თქვათ შევარდნაძე მოვიდა იმის ნაცვლად ან თქვათ რომელიმე რაიკომის დივანი მეორემ შეცვალა აქ ესეთი წესი იყო რა დამკვიდრებული იმ პერიოდში რომ პირველი მდივანი ცხინვალში უნდა ყოფილიყო ოსი მეორე მდივანი ყოფილიყო ქართველი როგორც ცეკაში იყო პირველი მდივანი ყოფილიყო ქართველი და რუსეთიდან ყოფილიყო მეორე მდივანი და ასეთები იყო და ასეთი პრობლემები იყო აქაც. უბრალოდ ქართველის პირველი მდივნობა იყო დასაშვები ზნაურში, საწმოსახლეობა ქართული მეტი იყო და ახალგორში, ლერინგორში. იქ იყვნენ პირველი მდივნები ქართველები და იქ პირიქით ოსები იყვნენ მეორე მდივნები და ეგეთი რაღაცა. ხო და ზოგადად რა იყო განსხვავებული პირველი მდივანი რომ მაგალითად ოსია მეორე რომ ქართველია რამეში გამოიხატებოდა პირობითად ეს ერთი გამოიხატებოდა რომ აი ბოლო პერიოდში ვინც იყვნენ ცხინვალის ხელმძღვანელები ოსები ხო ისინი უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ ოსების ჩამოსახლებას და მათთვის ხელი შეწყობაზე. ჩრდილოეთ კავკასიიდან ცდილობდნენ ჩამოსახლებას? მოდით უგაჩემთან. ჩრდილოეთ კავკასიიდან არა. აქედან, სოფლებიდან. ბოლოს. და ხელს უწყობდნენ თქვათ პირობითად ეს რომ ჩამოსახლებული იყო ცხინვალში ხალხი. უწყობდნენ ხელს. და ბოლოს ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ ცხინვალში. ძო ხალხზე ვიძახი. თორე რაიონში იყვნენ. ქართული სოფლები იყვნენ. მაგრამ დღეს სამაჩაბლო მიწა აღვილია და პატარა ლიახვის ხეობა გასწორებულია მიწასთან და ზნაურიც აღარ არსებობს რა როგორც ეს ქართველები აღარ არიან იქ. იცით რა მაინტერესებს? აი პირობითად რომ ესეთი შეიძლება უხეში შეკითხვა დავსვა, მაგრამ შეიძლება ვთქვათ რომ აი 60-იანი წლები და 70-იანი წლები. აი ამ გარემოში რითი განსხვავდება ერთმანეთისგან? აი ჟავანაძეა მანამდე მთელ საქართველოში, მერე შევარდნაძე მოვიდა. აი ამ თბილისში ვიცი რომ ზოგადად შევარდნაძემ ხალხის დაჭერები დაიწყო, თავისი მკაცრი პოლიტიკის გატარება დაიწყო. ამ გარემოში რითი იგრძნობოდა პირობითად, აი თუნდაც ცხინვალში, თუნდაც ამ გორის რაღაცა სოფლებში რა გავლენას ახდენს ასეთი ტიპის ცვლილებები, რომ ჟავანაძე წავიდა, შევარდნაძე მოვიდა. არაფერი გავლენას არ ახდენდა. ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. ჩვეულებრივად გრძელდებოდა ცხოვრება. არაფერი გავლენა არ იყო. მოსახლეობას. და მე არ ვიცი ახლა მე მაგალითად ეს კონფლიქტი მაინც ქართველებს ოსებს შორის ვარაუდობ რომ მაშინაც გარედან მოხვეული იყო და ეხლაც გარედან მოხვეული არის ჩემი აზრით. იმიტომ რომ ქართველებს და ოსებს შორის კონფლიქტი არ უნდა მომხდარიყო რა გაგებით იცით? ახლა რაც ცხინვალის ტერიტორიაზე ქალაქსა კი არა და სამხრეთ ოსეთს რო ეძახიან ოსი ცხოვრობს 5 და შეიძლება მეტი იმდენი დანარჩენ საქართველოში ცხოვრობს ახლა ოსები მერე შერეული ქორწილებები ნათესაობა გათხოვება გამოთხოვება მეგობრული ურთიერთობები ამის საფუძველს არ იძლეოდა, მაგრამ რაღაცა ძალა მიმუშავა ოსებშიც, რაღაცა ძალა მიმუშავა აქეთაც, ჩვენთანაც წამოიწია წინ ეროვნულმა
გრძნობებმა იმათაც წამოსწიეს თან ეროვნული გრძნობები და დაიწყეს იმათაც ლაპარაკი მერე ორი ოსეთის გაერთიანებაზე, დამოუკიდებლობაზე, მაგრამ ვიღაცამ ამის ზურგი მისცა. როდიდან იწყება ეს საუბრები თქვენი დაკვირვებით? როდის იმჩნევა, როდის ამჩნევთ თქვენ მაგალითად ის, რომ რაღაცა ის ურთიერთობები, რომელიც თქვენი სტუდენტობის დროს იყო, ოდნავ იცვლება და სხვა შინაარსს იღებს. ეს შეიცვალა უკვე პერესტროიკის შემდეგ. აი პერესტროიკა რო იყო, უკვე დაახლოებით 65-66 წლიდან დაიწყო ეს ყველაფერი. და განსაკუთრებით 85 ხო და განსაკუთრებული ძალით უკვე გამსახურდიას პერიოდში დაიწყო, როცა აშკარად დაიწყეს ოსებზე რომ სეპარატისტები არიან, ჯერ ალბათ საუბრების დონეზე იცოდნენ ეს პრაქტიკულად ესენი გამსახურდიას ეს ჯგუფი რომ მოადგა ცხინვალს. ჩვენ ცხინვალში ვისხედეთ მაშინ. ქართველებს ოსებს შორის არაფერი დაძაბულობა არ იყო. ის რომ წერეთელი და ისიც რომ მოადგნენ მეორე გზიდან ტყუიავის მხრიდან შევიდნენ და სალამშესულები იყვნებოდნენ. ალბათ პოლიცია აკონტროლებდა. მიტინგს ატარებენ, ხო? მიტინგი ჩაატარეს გარეთ. ხო. და ჩვენ ცხინვალში ვიყავით მაშინ. ქალაქში ჩვეულებრივ დავდივდით, მოძრაობდით ჩვეულებრივად. და გაოცებულები იყვნენ ოსებიც და გაოცებულები ვიყავთ ჩვენც, რა ხდება. ხო, აი ეს მოხდა. ხო და რა ვიცი, რატო ჭირდებოდათ ამ ტიპის მიტინგის მოწყობა თქვენი წარმოდგენით მაშინ ამ ხალხს იქ? რომელსაც თქვენ როგორც ახლა მე მიყვებით, მაინც და მაინც კაი საქმე არ გააკეთა. შეიძლება ჩანაფიქრი კაი საქმე იყო, მაგრამ კაი საქმე არ გამოვიდა. კაი საქმე არ გამოვიდა ესა. ჩანაფიქრი შეიძლება დამოუკიდებელი საქართველო, სამხრეთ ოსეთის ოლქი, რომელიც ფაქტურად არარსებულ ტერიტორიაზე შეიქმნა. ხო, მაინც ხალხს ახეთ მხარეს არ მიაჩნდათ რა. ნორმალურ სტალინს მაღაზია ემდურებოდნენ, რომ სამხრეთ ოლქი აბანარა ქართული სოფლები, მაგრამ იმანაც რა იფიქრა არ ვიცი. და ეს ოსური საზოგადოების შეშფოთება როდის იწყება თქვენი დაკვირვებით ქართული მხარის ქცევებით? აი ამ მიტინგების შემდეგ. ამ ეროვნულების შემდეგ. მე პავლე დუგუზოვი ვახსენე ცხინვალის ინსტიტუტის რექტორი იყო. მე უზენაეს საბჭოს დეპუტატი იყო ჩვენთან. და სიტყვით რომ გამოვიდა, არადა ის არ იყო, რა ქვია, პროქართველი იყო რა, თავისი ბუნებით ის არ არჩევდა ოსსა, ქართველსა, არც ინსტიტუტში, არც ისე არც ცხოვრებაში ახლო ურთიერთობა მქონდა მაგ ოჯახთან მე მოგვიანებით. ხო. და სიტყვა არ თქმეინეს ჩვენ იმაში. ტრიბუნალ ჩამოაგდეს. ეს ვინ, ოსებმა თუ ჩვენ? ჩვენებმა თბილისში. დიოდა ეს კაცი? თბილისში გამოდიოდა, უზენაესი ის იყო, რა ქვია, დეპუტატი იყო ეგრე სახედან. მაშინ ხო უზენაეში კომუნისტებიც იყვნენ, ისინიც იყვნენ. ხო და იმ კაცს გამოიყენებდნენ ბევრი რაღაცისთვისა. მაგრამ როგორც კომუნისტი ისე იყო იქ და როგორც კომუნისტის ისე არ ათქმევინეს სიტყვა თქვენი დაკვირვებით. როგორც ოსს არ ათქმეინეს. გინდა კომუნისტი ყოფილიყო და გინდა ის ყოფილიყო ოსი იყო. თუ შენ გინდა რომ ესეთამა ოსების მოინდომეს ოსების პირიდან მიც აღგვა, მაგრამ ესა არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ჯერ-ერთი ამხელა ქართულ ოსურ ურთიერთობის ძარღვებსა ჭრი. ხო? და ის უსისხლოდ არ დამთავრდება. ახეთაც გამოუვა სისხლი და იქეთაც გამოუვა სისხლი. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ხო და სინამდვილეში ესე მოხდა. ხო. მაგრამ აბიცი ახლა მე ცოტა ხმამაღლა ამის თქმა როგორ შეიძლება, მაგრამ ის ძალები, რომელიც საქართველოში მუშაობდნენ,
ამ კომუნისტური რეჟიმის დასამარცხებლად. იქაც მუშაობდნენ, მე ვაკვირდებოდი ქართულ ოსურ შეხვედრებზე მიწევდა შეხვედრა. და იქ რო ჩამოდიოდნენ ოსები, ყოველთვის ახლდა ერთი ოსი ჩრდილო კავკასიიდან. და ერთხელ იმ ოსის კაბინეტში თვალი წავასწარი ერთიანი ოსეთის რუკას. და მე ვუთხარი რა არის ეს? და უკვე იქითაც დაიწყეს მუშაობა. არა და ოსური ლაპარაკი იმ ოსებმა არ იციან. ისინი გარუსებულები არიან. და ამათა ოსური ზენაც იციან, გაზეთიც გამოდიოდა, ყველაფერი, რა ვიცი, ყველაფერი ხელშეწყობა ხდება ჩვენი ხელისუფლებისგან. მაგრამ მე იქაც ერუდულმა იბჯავრა, იმძლავრა. აი შეცდომა იქნება სხვა პოლიტიკა უნდა ამასა, მაგრამ აი არ ვიცი ახლა ეგრე რომ ძალითა და იმითი პირობითად ის ახლა მე დარწმუნებული ვარ რომ ბევრი ქართულ ოსური ურთიერთობები არა მხოლოდ შერეული ოჯახების დონეზე, არამედ მეგობრობის დონეზე, ნაცნობობის დონეზე ბევრი რამე იარსებებდა, მით უმეტეს ახლა ცხინვალი აქედან 3 კილომეტრში თუა წარმომიდგენია რამდენ ოსიეროვნების ადამიანს იცნობდა აქაური ცხოვრობი ადამიანები თქვენც და თანაც ერთი რაღაცა იყო ცხინვალის დამახასიათებელი. მაღაზიაში იყიდი, იქ იყიდი, აქეთ რო უფრო კორუფცია და რაღაცა გავრცელებული იყო, იქ ძალიან სიმკაცრე იყო იქ. უფრო მაღაზიაში წოლაში არ მოგატყუებდა არავინ და ფასი არავინ არ მოგატყუნებდა, ასეთი სიმკაცრე იყო და ჩვენი ხალხი გორში კი არ მიდიოდნენ ხოლმე, საყიდებზე იქ მიდიოდნენ ხოლმე ცხინვალში. ხო. მეტი წესრიგი იყო იქ. თუ წესრიგს ეს პირობითად ავიღებ წესრიგს. ხო, მაგრამ მე ეს ყველაფერი აირია. ცოტა გორს რო დაუბრუნდეთ და მე გავაგრძელოთ ცხინვალზე საუბარი. თქვენ 80-იან წლების დასაწყისში გორში უკვე პარტიულ სამუშაოს ეწევით და რაიკომის მეორე მდივანი ხართ. რა გამოწვევები არსებობს იმ პერიოდის გორში პირობითად და პარტიის რაიკომში მე ვარ 72 წლიდან. ჯერ ინსტრუქტორი ვიყავი. მე განყოფილების გამგე და 84-ში უკვე 83-ში და 84-ში უკვე მდივანი ვარ. გამოწვევები რა არსებობდა გამოწვევები მაშინ? აი მხედველობაში ამ გამოწვევებში რა გახთ? აი ზოგადად ხო არსებობს გეგმები, არსებობს შესასრულებელი სამუშაოები. რა ევალება რაიკომის მდივანს? ამ შემთხვევაში თქვენ იყავით რაიკომის მესამე და მეორე მდივანი. რაიკომის პირველი მდივანი გასაგებია რომ ყველაფრის უფროსია რაიონში და ეს არის მთავარი მმართველი, მაგრამ ზოგადად რომ იერარქია რო წარმომადგენლად, როგორ ფუნქციონირებს კომუნისტური იერარქია და ბიუროკრატია გორში? არსებობს რაიკომის მდივანი, არსებობს სხვადასხვა მდივნები. რა ევალებათ ამ მდივნებს პირობითად ფიზიკურად და ასევე რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, რა არის ის სფერო რომელიც უბრალოდ რაიონის შიგნით არჩება და თბილისიდან კონტროლდება. მე მაგალითად სხვადასხვა რაიკომის მდივნები იყვნენ ჩემი სტუმრები და იმათმა მითხრეს, რომ ჩვენ გვემორჩილებოდა ყველაფერი, პოლიციაც, სასამართლოც და პროკურატურაც კი, მაგრამ გარდა უშიშროებისა. აი აქ როგორი ტიპის ურთიერთობა არსებობს, ვინ არის მთავარი რაიონში და ვინ არის ყველაზე საშიში რაიონში? უშიშროება იყო პიროვნულად ახლო ურთიერთობა გქონდა უშიშროების უფროსებთან და სტუმარი ჩამოდიოდა უცხოელი ინტურიში მიყვავდა საჭმელად ისინი საქმის კურსში იყვნენ სულა ვინ ჩამოდიოდა როგორ ჩამოდიოდა ის პირველ დიასა სამსახურეულ საქმეზე მხოლოდ პირველ დიას ეკონტაქტებოდნენ მეორე მდივანთან მესამე მდივანთან დანარჩენი მეებთან პიროვნულის გარდა სამსახურეობრივი და რაც უშუალოდ დაკავშირებული არის საუბრები არასოდეს არ ყოფილა პირველმა მდივანმა იცოდა ისინი რასაც ფიქრობდნენ, რა უნდა შეემოწმებინათ, ვისადებდნენ თვალყურსა, რა იყო, როგორ იყო და იმათ იცოდნენ პირველი მდივნის საქმიანობა, რა, როგორ, რანაირად. და ინფორმაციას აძლევდნენ მერე იქ. ანუ მაინც პირველი მდივანი იყო ზოგადად. პირველი მდივანი იყო მაინც. მაგათთან კომუნიკატორიც. კი. პირველი მდივანი. ისე ხალხში რა განწყობა იყო გავრცელებული? ამ ხალხზე, რომელიც საშიში ხალხია რაღაც თვალსაზრისით. უშიშროება? ხო. ადგილობრივ დონეზე. უშიშროება ხალხს არ აწუხებდა.
ხალხს არ აწუხებდა რა ეგრე თქვა რომ აი ხალხს ეზიზღებოდა და ხალხმა მოსახლეობის მასამ დიდმა მასამ უშიშრობა თუ არსებობდა ეგ სამსახური თუ იყო ვერ აღზნობდა და ჩუმად რას აკეთებდა და როგორ აკეთებდა და ვიზერა მასალებს აგროვებდნენ უკვე გორში როდის იწყება აი თქვენს გარემოში როდის იწყება მეტნაკლებად სერიოზული საუბარი ეროვნულ მოძრაობაზე როგორ შემოდის ზოგადად აი როგორ ხდება ის რომ კომუნისტური მმართველობის სისტემა ნელ-ნელა სუსტდება საბოლოო ჯამში და ბოლოს საერთოდ კარგავს ძალაუფლებას 70-იან წლების დასაწყისი სულ სხვა ძალაუფლება აქვთ 80-იან პერესტროიკის მერე ნელ-ნელა რაღაცეები იცვლება რა მე ბავშვი ვიყავი მაშინ და ბუნდოვანად მახსოვს და დღევანდელი გაგებით რო უყურებ რომ კოოპერატივები და რაღაცები იხსნება ხვდები რომ ძველი სისტემა იცვლება და რაღაცნაირად ახალი შემოდის აი თქვენს შემთხვევაში როგორ გრძნობთ რომ რაღაც იცვლება თქვენს თავს პერესტროიკის პირველი ის რო შემოვიდა BBC-ის კორესპონდენტი იყო ოდ გორელი იყო მახარობლიძე თამრი იყო შეიძლება გაგებულიც არ გაქვს იმან იმოგზაურა მედიას ტომსივერინთან კოლხეთის ცნობილი პიროვნება იყო იმ პერიოდში რა და იყო მერე იმისი კორესპონდენტი და მოიყოლა კიდე სხვა ეს უკვე ინგლისურ ერნოვანი ეს თარჯიმნობდა და აი როგორ უნდა იმუშაოთ ახლა პერესტროიკა კი მოვიდა ინსტრუქტაჟი ზეიდანო პერესტროიკა დაიწყოს და ვერ წარმოვიდგენდი მე თუ იმ პერიოდში ვიცახდით რომ აი უფრო კარგად უნდა ვიმუშაოთ როგორ უნდა იმუშაო კარგად ჩემზე ადრე არავინ არ მიდიოდა ჩემზე გვიან არავინ არ გამოდიოდა თელ დღე კალამი მეჭირა ხელში და იმაშვებოდი აი როგორ უნდა მემუშავა კარგად მე აზრზე არ ვიყავ ხო მაგრამ პერესტროიკა რომ დაიწყო არ თქვენს ინსტრუქტაჟი არ მოაყოლეს რომ ამას ნიშნავს ეს და თქვენ აწი უკეთესად რო უნდა იმუშაოთ ნიშნავს უკეთესად მუშაობა ამას არ მოყვა იმ წუთში ეს თანდათანობით მოხდა შეუმჩნევად მოხდა ყველაფერი შეუმჩნევად მოხდა ხო კომუნისტური პარტიის დასუსტება დაიწყო იქიდან როცა მაგრამ შევალაძემ უკვე იცოდა კომუნისტური პარტია რომ უნდა დასუსტებულიყო იმიტომ რომ ისიც თანამონაწილე იყო დასუსტების და შეიძლება ერთ-ერთი არქიტექტორიც იყო არ ვიცი ახლა მთელ ქვეყანაში მე გუბერაძე რომ მოვიდა გუბერაძე ახლა პიროვნება კარგი პიროვნება იყო გუბერიძე მაგრამ აი ბილი მომთხოვნი როგორც სანდრო კავსაძე იყო არ იყო სანდრო ტრიბუნალზე წავიდოდა მოსახლეობას დარაზმავდა შეებრძოლებოდა იმას იზავდა ყველაფერზე მიდიოდა ის რბილად მოდიოდა ჩამოდიოდა ხოლმე ახაცა ლაზარაშვილის ლაშქარო დაინახავდა ხოლმე პოსტებზე რო იდგნენ იქ ხო და იმიქნდა უფრო შესუსტდა და ბოლოს ხო და რაც შეეხება ეროვნულსა ახლა ეროვნული ქართული კაცსა გენში აქვს ისტორია ასე თუ ისე გვასწავლდნენ სკოლაში მაშინ დამოუკიდებლობას როდის ვკარგავდით და როდის ვიღებდით რაღაცა ინფორმაცია გვაქვს ამაზე ხო ამ საქმეს რომ არსებობდა ეს ინფორმაცია 1921 წლის შესახებ რაღაცა კი არა ლიტერატურაში პრესაში იმაში იყო და სწავლობდით ოღონდ რამდენად სწორი იყო და რამდენად რა იყო ეგ მეორე ამბავია იმიტომ რომ ისტორიის გაყალბებას ხდება სისტემატიურად და არ ვიცი ახლა მე წინაპრებს მე ვერ დავაბრალებ ვერაფერს რახან დღეს ჩვენ ამ ისტორიის ხარტეხილებში ამ მუსულმანური სამყაროს გარშემო ეს პატარა ერი გადავრჩით ენა დაგვრჩა სარწმუნოება დაგვრჩა და მიწა დაგვრჩა თუმცა შემოკვეცილი მაინც მიმაჩნია რომ საქართველოს ისტორია მაინც ნორმალურად მოვიდა ჩვენამდე აი მიმაჩნია ეს ასე და ხო და ბოლო წლების პერიოდში რა ვიცი მე ახლა ის რაც კომუნისტების დროს არ შეიძლებოდა და რაც კომუნისტების დროს მიაჩნდათ ეს რა ქვია გადმონაშთებად საზოგადოებისა იგივე რომ სკოლაში ვასწავლიდით ჩვენა რომ კოლხეთის სისკარში ის იყო
ბარნაბა საგანელიძე და დიდარე და ის ვიღაცა ის იყო იქ მექი ვაშაკიძე რო დაჩაგრული იყო და ის ვიღაცა ბობოლა იყო ხო და ერთ პერიოდში მე კიდევაც ვთქვი სკოლაში მასწავლებად აღარ შევალ მეთქი მე მეორე ფაკულტეტი დავამთავრე რა ქვია ფილოლოგიის ფაკულტეტი მეორე დაუსწრებლად და მესამე ფაკულტეტი დავამთავრე აგრონომიული უკვე იმიტომ რომ მომთხოვეს რომ აგრონომის სპეციალისტი უნდა იყო რომ პირველი მდივანი გახდეო რა სპეციალურად მომთხოვეს მაგრამ ანუ მზადებოდით პირველი მდივნობისთვის მამზადებდნენ მე ხო არ ვიცოდი მამზადებდნენ და ეხლა ის ძალაპარაკო ხო არ ვიცი ის იწერს და არ ვეტყვი ხო და რაღაცა იცოდა ჩემგან რომ ხა მე მაგალითად აი შემილია ხო 40 წელი თითქმის ვიყავი აი სხვადასხვა იმეებზე ხრთა მე რა იყო ჩემთვის უცხო იყო თავიდან რომ მიბედავდა შემოყოლათ რაღაცა უკან ვატანდი და ვემუქრებოდი რომ ჩხარა გადით პატრონი არ ამყავდა მე არავინ ისე ხრთამი იყო გავრცელებული ზოგადად იყო ვიღაცა რომ რეკადა ჩხეიძეს მაგიტომ ვიძახი რომ ჩხეიძე ძალიან უხერხული კირკიტი და მაგის მოხსნა და მოშველება უნდათ მაგრამ ვერ ახერხებდნენ ზეიდანობიდან გაყოფილების გამგეობიდან რომ დაურეკა და ზეიდან ამ სკოლაში ეს დანიშნა დირექტორად ამას უკვე მასოხა დირექტორი დანიშნულები ყავსო და ატო ადრე და მირეკევ იშორებდა ესე რა და ხო იცოდნენ ამათა რომ თავიანთ ნებაზე ვერატრიალებდნენ ამ კაცს ბატონო გიცით რა მაინტერესებს თქვენ ბევრი რაიკომის დივანს მოსწრები ხართ გორში კი ბევრთან გიმუშავიათ პირადად რით განსხვავდებოდნენ რაიკომის მდივნები ერთმანეთისგან სხვადასხვა დროს გორში და რა ითვლებოდა კარგ რაიკომის მდივნობად რა ითვლებოდა არც ისე კარგ რაიკომის მდივნობად ზოგადად როგორ ფასდებოდა კარგი და ცუდი რაიკომის მდივანი ან კარგი და არც თუ ისე კარგი რაიკომის მდივანი რა კრიტერიუმები იყო საზოგადოებაში ამისთვის რა კრიტერიუმები იყო და ეხლა ვისაც მე უცხეროდი და მარტო სადაც ვისთანაც ამუშაობდი ამათთან კი არა აი ქალაქომის მდივნასაც ხო უცხეროდი ქალაქში იყო შენობა და ისა ფასდებოდნენ იმითი რომ აი ქალაქისაზე გეტყვი ბერიანიძე იყო ძალიან მკაცრი და მომთხოვნი რომ აი აგრძალული იყო ეს რა ქვია აი მოტყუება ხთამე წესიერი კაცი იყო ისიცა რა და ჩუბილიშვილი იყო ესეც მომთხოვნი იყო და თანაც ამ დროს რაღაცები კეთდებოდა ყოველს კულტურის სახლი გაკეთდა ქუჩები გაკეთდა ფასადები შეძა რაღაცა კეთდებოდა და ხო და სამუშაო ადგილები იყო ხალხი დასაქმებული იყო და ჩანდა გორში რომ რაღაცა კეთდებოდა ხო და ჩვენ პერიოდში ასეთი გორი ითვლებოდა გორის რაიონი ტრამპლინათა რომ მოდიოდნენ ზოგმა უკვე იცოდა სადაც წასულიყო ჯუმბერი მაგიტომ მოვიდა პატიაშვილი მოიყვანა სახე რომ მე წასულიყო ცეკას მდივნათა ტრამპლინი იყო ერთგვარი ტრამპლინი იყო ერთგვარი ხო სანდროც ვერ ტრამპლინად გამოდგა უკვე გადავიდა იქა მინასათა იმაზე მაგრამ კეთდებოდა ბიზიშვილის დროს ახლა კომუნისტებს ამდენიც არ ნაარგინონ ხო მეჯუსო მეფრინველის ფაბრიკა აშენდა მეცხოველების კომპლექსი აშენდა საქმე კეთდებოდა მეურნეობის ბაღში დასაქმებული იყო ვაშლი ფუჭდებოდა კრეფას ვერ ასწრებდნენ ამოდნა ხალხი და ის იყო და ახლა იმის იქით კორუფცია სად იყო და იმას ამას ხმამაღლა ხალხი ვერ აღძნობდა ყველაფერი ბევრი იყო იპარავდა ისიც იპარავდა გლეხიც იპარავდა ისიც და მაინც ბევრი იყო ყველაფერი ხო და გორსა მაინც ახლა გორი გამორჩეული იყო იმითი რომ მაინც რახანს ყურადღების ცენტრში იყო მაინც რა იყო იცი სტუმარო ჩამოვიდოდა საქართველოში ხო უცხოელი რუსეთი იყო თუ მე უცხოელებას დაიწყეს სიარული აქა ის უნდა ჯერ ცხეთაში შეეყვანათ და მე გორში უნდა ჩამოეყვანათ სტალინის სახლ-მუზეუმის სანახავათა და იქ გორის და ებისი და ახს უცდილობდა მთავრობა რომ კორუმპირებული და სახელგატეხილი ხელმძღვანელი პირველი მდივანი არ აყოლოდათ მე მაგიტომ ვიძახი რომ მე ბედნიერი კაცი ვარ მეთქი რომ მომიწია აი ამ ხალხთან მუშაობა აი რასაც მოვუყვებ მე მოდი სხვანაირად დავსვამ ამ შეკითხვას რა იყო საჭირო იმისთვის რომ რაიკომის მდივანი პოპულარული ყოფილიყო და არსებობდა თუ არა პოპულარული და უფრო ნაკლებად პოპულარული რაიკომის მდივნები რა განსაზღვრავდა თუ ასეთი რამე იყო მათ პოპულარობას
განსაზღვრავდა მხოლოდ ისა, მე პატიოსნებას არ შევეხები, ეს ისეთი თემა არის, რომ ეს აშკარად შეიძლება კაც დააბლავო, მე ხთამია, მაგრამ სინამდვილეში მტკიცებულება არ გაქვს. არა. მე ახლა ზეზობზიშვილს ეძახდნენ საქართველოს მეფეს ეძახდნენ რა, გორი ითვლებოდა ერთ იმას. მე ხო თბილისში გადაიყვანა სტრესში. და ბოლოს რო დავატყობდა და სიკვდილის წინა ფულს უგროვებდნენ. რო წამლები ეყიდა და ემკურნალა. ეს იყო წარმოუდგენელი რაღაცა, თვითონ ჩემთვისაც და საერთოდ გორელებისთვისაც. მაშინ როცა იძახდნენ იმ პერიოდში, რომ ოქროს მამლები აქვს, მაგას შენახული და ოქროს ისინი აქვს და ისან და ისინი, მაგრამ სად გაქრა ის ოქროები? შვილები ჩვეულებრივ ცხოვრები ცხოვრობენ. ამას ხო გეუბნები, წამლის ფული არ აქვს და აქტივში უყრეფავდნენ ხოლმე, მაინც რაღაცა რომ წამალი ეყიდათ და მიეტანათ იმისთვისა. ხო. ლოლაძე იყო მეორე მდივანი და ფრონტასთან ამყოფი იყო. ვის იყო და ვერ იტყოდი ვერაფერსა იმაზე. და იმისი შვილიც იმიტომ გახდა შეიძლება როცა პირველი ნაბიჯები გადადგა, მაშინ მამის გავლენაც იყო, მაგრამ სინამდვილეში მეორე მდივანიც გახდა და ისიც იყო სერიოზული ნორმალური პიროვნება, სუფთა იყო ირაკლი ლოლაძეც იმისი შვილი. ხო. რა ვიცი ახლა 9 აპრილის მერე როგორ იცვლება სიტუაცია? მე გამიგია რომ 9 აპრილის მერე ფაქტობრივად კომუნისტების პოზიციები ძალიან შეირყა ქვეყანაში. აი თქვენ შემთხვევაში როგორ ხედავთ? რა შეცვალა ამ მოვლენამ? 9 აპრილის პოზიცია შეცვალა ერთი რომ ტყივილი იყო და ყველას ტყივილი იყო. იქ ვინც დაიხოცა ისინი ყველა საქართველოს შვილები იყვნენ და ახალგაზრდები იყვნენ და ბათი მოთხოვნა იყო ის, რაც ყველა ქართველის სულში და გულში იჯდა, ხო? და დარბევა და ნეგატიური განწყობა გამოიწვია იმან, რომ ის პატიაშვილს დაბრალდა. და ახლა რაფერად იყო ბრალი პატიაშვილისა, ახლა მას იქ თბილისში და აღარა ჩანდა იმ პერიოდში. ხო და მერე ნელა იცვლება ეს სიტუაციები რა გაგებით უკვე ეს არასამთავრობო ორგანიზაციები იქმნება ქალაქის რაიონში, მაშინ არაფერი არ იყო კომკავშირი, იყო პიონერები და იყო კომუნისტები. ხო, დანარჩენი არაფერი არ იყო. მერე კოსტავა საზოგადოება შეიქმნა. მერე ილიას მართლის საზოგადოება შეიქმნა. ხო. მერე მონარქისტებმა შექმნეს გორში თავიანთი ორგანიზაცია. თქვენ ამ დროს ისევ რაიკომის მდივანი ხართ. ანუ ჯერ კიდევ კომუნისტური წყობა არსებობს. კი. და ამ თქვენ და ამ ხალხ შორის ურთიერთობა მყარდება, ახალ შექმნილ ჩვენ შორის ნორმალური ურთიერთობა იყო რა გაგებით, იცი? რომ მეც გაგებით ვეკიდებოდი იმათ პოზიციებსა და ვცდილობდი რომ იმათ პოზიციებიდან მელაპარაკა ამ ჩემ მდივნებთანაც და პირველ რიგში ყავსაძესთან. და ერთი მომენტი რო ვახსენე მე რომ მე უთხარი შევთავაზე ყავსაძესა რომ ლენიზეღლი ჩვენ ავიღოთ მეთი, ჩვენ ავიღოთ და მე მივედი ლემართლის საზოგადოებაში და უთხარი რომ არ გააკეთოთ ეგა, მე უთხარი. ჩვენ ავიღებთ მეთი და არა, თქვენი აღებული არ გვინდა, ჩვენ რა გადმოვაგდოთ. ესენი თვლიდნენ, რომ თვითონ უკვე ძალად ეჩვენებინათ, რომ გადმოვაგდეს. და გადმოვაგდეს? ხო, გადმოვაგდეს და რა მეკეთებინა, მაშინ აღარ ვიცოდი. და სანდროს ვიცოდი, რომ ის უნდა გადმოეგდოთ. და სანდროს უთხარი, სანდრო გავიყვანე ქალაქ გარეთ რა. და იმ დროს გადმოვაგდეს, თორე შეიძლება სისხლდაღვრელიყო იქაც. სტალინის ძეგლთან დაკავშირებით არ ყოფილა იგივე მცდელობები? სტალინის ძეგლის გადმოგდებასთან სტალინის მომხრეებთანაც მოწინააღმდეგებიც ეყოლებოდა. ეგეთი მცდელობები არ იყო. სტალინის
ძეგლის გადმოგდებასთან ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ეს უკმაყოფილება არის. მაგრამ სიძულვილით სტალინი ვერ შეაძულეს მოსახლეობას. მაგრამ ვიღაცა თუ ლანძღავს სტალინს, აი მას რაღაცა სჭირდება ეს ლანძღვა სტალინის არის. როგორ ხდება აი პირობითად ხელისუფლების გადაბარება ეროვნულ მოძრაობაზე? რა პროცესების შედეგად მივდივართ აქამდე და ხელისუფლების გადაბარება ყოველთვის მტკივნეული ამ ქვეყანაში? იმ დროს როგორ იყო? მით უმეტეს ამდენი წელია, 70 წელია კომუნისტები არიან. უცბად ხდება, რომ სხვა პარტიები ეროვნული მოძრაობის ხალხი უნდა მოვიდეს თანამდებობებზე. ხალხი რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს. ავტორიტეტით შეიძლება არა აქვს ყველას ესეთი საუკეთესო, როგორც სიტყვაზე კომუნისტური იერარქიის ზოგიერთ წარმოადგენელს შეიძლება ქონოდა, იმიტომ რომ მათ ბევრი რესურსები ჰქონდათ და მე ამაზე ჩემი გაგება მაქვს. კომუნისტობას და იმ პერიოდის მოღვაწეობას რაც ჩემ თვალწინ იყო და რასაც მე უცხეროდი საქმის გაკეთებაში, ქვეყნის აღმშენებლობაში. მაინც ნაბიჯ წინ მიდიოდა. მე არ ვეძახი ჩრდილოვან მხარეებსა. კორუფცია რო იყო, ეჭვი არ მეპარება ამაში. მეხტამობა რო იყო, ეჭვი არ მეპარება ამაში. მიწერები რო იყო, ფალსიფიკაცია რო იყო, ეჭვი არ მეპარება ამაში. შეიძლება კონკრეტული მაგალითი ვერ ავთქვა მე ახლა, მაგრამ არ მეყვარებდა. მე ასეთი რაღაცაც ხდებოდა, რომ ზოგჯერ ცარიელა ვაგონები მიდიოდა რუსეთში, დატვირთული არაფრით არ იყო და ფორმდებოდა ვითომ გაფუჭდა იქა და ამასობაში ისწორა, სადღაც იყიდებოდა და რაღაცა იყო. ესეთ სიტუაციები იყო. მაგრამ აი ჩინეთის მაგალითზე თუ ავიღებთ ჩვენა, ჩინეთმა ხო კომუნისტური შეინარჩუნა. არც დაუნგრევია ქვეყანაა. და დღეს ერთ-ერთი მოწინავე არის ეკონომიკურათაცა და რა ვიცი, სტაბილური ძადიქთა. არ ვიშლის. იყოს. ხო. ხო და ახლა შეიძლება მაგის გაკეთება. რომ საქართველოს ძალიან ცუდად დაინგრა. ერთი მეტროს თუ დაანგრევა და სპორტ სახლს თუ დაანგრევა, თორე დანარჩენი დასანგრევი აღარაფერი დარჩა საქართველოში. მათ შორის გორში. გორში რა დაინგრა მაგ დროს? კომერად დაინგრა. 8000 კაცი მუშაობდა. ის ჩარხები, ის რკინა, ის რაღაცა თუ რამე იყოს, ყველაფერი გაიყიდა. თურქეთში გავიდა. სპასაზრეთი აღარ მუშაობს. ზუსტი ქარხანა იყო, ზუსტი ხელსაწყოების ქარხანა იყო. 1500 კაცი მუშაობდა. აღარ მუშაობს. ის ჩარხებიც უცხოეთში წავიდა. ზუსტი ისი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი იყო, რომელიც ჩაისაკრებს მანქანებსა და იმასა შუა აზიაში სუეგენი ამარაგებდნენ. ჩინეთში გადიოდა. გაუქმდა იქ კერძო სკოლა გაიხსნა და კერძო უნივერსიტეტია ახლა იქა. ხო. და მე ეს სხვა ამბავი მოხდა, რომ მუშახლეობა ეს ყველაფერი ჩემი ვარაუდით და შეიძლება სწორედსა ვარ ამ საქმეში. ყველაფერი ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირის დანგრევა. ამ კომუნისტური პარტიის დასუსტება, მერე გაქრობა. ისე კარგად იყო მობილიზებული. ისე ეტაპობრივად განვითარდა საქართველოში, შეიძლება ჩემზე უკეთად იცით. რომ ეხლა თვითონ ის ფაქტი წეღარ რომ გითხარით, ფიფია მითხრა რომ ჩვენო ვერიდებითო. და ეხლა იბა დაინახა რომ ჩემს სახში რომ მოვიდა რომ ნახა ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობ. ეს ვინ მოვიდა თქვენთან ის სათაძე დოდარი. და იმან ძროხასაწველის ჩემი ცოლი პურსაცხოვს, რაიკომის ძირის ცოლი. ცოტა სხვა ასოციაციასა და ზოგიერთის ცოლზე იყო რძეში ბანაობენო და ეხლა ხალხსაც ჩემთვის აი ამიტომ ხოდათ რომ იბათ იცოდნენ რომ მე ჩემი რაიონის მოსახლეობის ცხოვრებითა ვცხოვრობდი. და პარლამენტშიც კი რომ მოვდიოდი მე
ეხლა მე ამოჭრით მაგასა და იმას იზავთ. ნიკოლე გიშვეძე გაუკვირდა. შენო ყოველთვის 11 საათზე როგორ ახარ აქაო? ეტყობა ახლო ცხოვრობ ახლა და მე ვთქარი თბილისში ბინა არა გაქვს. არა მეთქი და ვთქარი. ეგრევე მითხრა პარლამენტში როგორ მოხდეო. აი გაიკვირვა. მე ვთქარი მე ვარ შენი და რო ცხოვრობს მეთქი. ცხინვალში იმის მეზობელი ვარ მეთქი ვიცნობდი მაგის დასაცა და დიშვილებსაც მეგობრობდით ჩვენ. ხო. როგორ ბინა არა გაქვს და მე ყოველდღე დავდივარ მეთქი ახედა. 8 წელი ვიყავი პარლამენტის წევრი და 8 ჯერ არ გამითენებია თბილისში. და ხალხს აიქა ჩემ კოლეგებსა ბინებით ხომ დახირებული ვისაც მითხა. ლევი ბინებიც ხომ დახირებული. მერტყვა ყველას გაუმარჯოს. და მე როახედან მივდიოდი თბილისში დაღლი და ხანწული ხამე წყალსაყვარაუდი ვარ და მეწყვიტონ მეთქი რომ ბახში შეგდებული მქონდა ძროხები დაბინაებული დილით და დუხს დავისხამდი რომ სუნი არაფერი აბდიოდა იქა. ჩემი კოლეგები ერთ ბაზრობაზე გამორბოდნენ ძალიან ბევრი. ყველა არა, მაგრამ ძალიან ბევრი. ვიღაცას სპირტის ბიზნესი ჰქონდა, ვიღაცას ის ჰქონდა, ვიღაცას ის ჰქონდა. მე ქორუმი არ არის ჟვანი აიტყო და გადაიდოს და ესეთ სიტუაციები იყო. იცით რა მაინტერესებს, რომ ეს სიტყვაზე მოდის ეროვნული მოძრაობა. თქვენ კაბინეტში ხვდებით. უხეშად იქცევა ეს ხალხი თუ წესიერად იქცევიან? ჩემთან წესიერად იქცეოდა სულ ყველა, მაგრამ საერთოდ უხეშად იქცეოდნენ. უხეშად იქცეოდა. რაში გამოიხატება ეს? კარების აფიცრა მოინდომეს. ხო, თუ მოგებულები არიან, რა თქმა უნდა, კარების აფიცრა. ჯერ მოგებულები არ იყვნენ. ჯერ არ იყვნენ მოგებულები არ იყვნენ. ისევ შენობაში ვისხედით, ისევ წაგებული აკრძალული არ იყო კომპარტია. მე წაგებული რო იყო, მე გადავედით სხვა შენობაში და მე სხვა ის იყო. მეუბნეოდით, გადავიდოთ ილია მართაში და ვეტყოდი. ჩემი კარები დაფიცრეთ პირველი. და მე აფიცრეთ პირველი მდივნისაი, მე აფიცრეთ სხვებისაი. ჯერ ჩემი აფიცრეთ მეუბნეოდი. შედაგვანებე თავიო. შენთვის არ ვართო, ხო? იმიტომ რომ უბრალოდ ჩემზე არ ახონდა უბრალოდ. ხო. მე ერთ პერიოდში მაგათ მოილაპარაკეს რომ პირველი მდივანი ეს სხვა დროა, იმის შემდეგა რა. რომ შენ დაიყო, არა მე ვთხარ. მე ადვილად მომერევით მეთქი, ადვილად დამიყოლიებთ მეთქი. მე უფრო ვერ დამიყოლიებთ მეთქი, მე ვთხარ. ხო. და ნუ აი ესეთ სიტუაცია იყო და მე ეროვნული მოძრაობაც ცუდად მოვიდა. ცუდად მოვიდა. ჯერ ეს ერთი თორემ კომუნისტები თავიდანვე შეძვრენ სორუებში. იმიტომ რომ ალბათ ბევრ შესაძლებლობი ჰქონდა, მიზეზი ჰქონდა, რომ შეძლებდნენ და არ გამოჩენილი იყვნენ ხალხში და იმაში, რომ რაღაცა ქონება ჰქონდათ, რაღაცა ის ჰქონდათ, რა ვიცი. წარსული რაღაცა გრეხები. რაღაცას კიდე ვიღაცას აწყობდა ეს შეცვლა იმ სისტემისა, რომ თუნდაც ნაშოვნი ჰქონდა, მე გამოაჩენდა. და ბევრმა გამოაჩინა მე კიდევაცა. ხო. და ვისაც გამოსაჩენი არ ჰქონდა არაფერი და უპარული არ ჰქონდა არაფერი, იმას საფსახური დაკარგა, იმას რა თქმა უნდა არ აწყობდა ის. ხო და ეროვნულ მოძრაობას თავიდანვე მიეტმასნენ ძალიან ბევრი, ვისაც ეროვნულთან არაფერი კავშირი არ ჰქონდა. არ ჰქონდა ეროვნულთან კავშირი. მე ახლა ზვიათთან შეხვედრა მე არ ამქონია. მაგრამ კოსტავას შევხვდი მე ერთხელ გორში იყო ჩამოსული. პირველ მდივნის კაბინეტში დამიზახა პირველ მდივანმა და ლაპარაკი იყო თურქმესხებზე. მათ ჩამოსახლებაზე. აქ. და კაბინეტში ყავდა კოსტავა იყო კაბინეტში კოსტავა და რა ქვია მამაშვილი ჩხეიძეები. ჩხეიძე ერთ მხარესა და თამრიკო ჩხეიძე მეორე მხარესა. ეს ჩამოსახლება უნდა და ხარს უჭერდა ყობახტოს დასახლებას იმათა ჩვენ სოფლებში და მეორეს ვორც არ უნდა. არ უნდა თამარ ჩხეიძეს? თამარს არ უნდა. არ ჩამოსახლება უნდა. ყობახტოს დასახლებაც უნდა, ხელს უწყობდა ამათა. და მამამისი თავს იკავებდა. მამამისის არ უნდა ჩამოსახლება? არ უნდა. და ეს კიდე ამასაც უსმენდა.
და მე მივეცი ჩემ თავს უფლება და უთხარე რომ შეიძლება მეთქი რომ ჩემი აზრი გითხრათ მეთქი? კოსტავას ეუბნებით? ჰა? კოსტავაც იქ იჯდა. და აბა რა აზრიო და მე უთხარი გორის რაიონში ისე ჭიდა დასახლებული სოფლები არიან რომ მიწის მიჯნაზე ძმასა კლავს მეთქი. და ეს ხალხი რო ყომა და დაასახლო ესენი გამრავლდებიან და იმ სოფელს მოსპობენ მეთქი. ჩემი აზრია რომ 5 ოჯახი ერთ სოფელში დავასახლოთ ერთ მეურნეობაში, 5 ოჯახი მეორე მეურნეობაში, 5 ოჯახი მესამე მეურნეობაში ესენი დავფანტოთ. არადა მათ ერთად ყოფნა უნდათ. უდოთ ვარიანის მეურნეობა და იქით ბრეთის მეურნეობა უნდათ. ეს მეურნეობები ისე არის, რომ სოფლები ამას ცალკე აქვთ. და ის პერიოდი იყო, რომ ბრეთში რო ვიღა დასახლებული იყო და რომ მოუკვდათ მიცვალებული. პრასინაში გაახვიეს და თათრების სასაფლაოზე წაიყვანეს ბაში სასაფლაო ვახთ ბაში ქარელში ერთი თავიანთი სასაფლაო ვახთ. და ხალხი ესე ცოტა ის გამოიწვია. ხო და თუ ჩემს რა ითვალისწინებთ მეთქი, ხო და მე კოსტავაი გამამყვა გარეთ კალენდორში რო გავედი. აბა მომიყევიო შენ რა ხდებაო? და აუხსენე მდგომარეობა, უთხარ ეს სიტუაცია არის ახლა და ჩვენი მოსახლეობა დაიჯება მეთქი ამათი ჩამოსვლით. ამათ თავის აწარმოება, თავისი ისაა, თავისი გამრავლების ისაა ამათა და მცირე მიწიანია მე უთხარი გორის რაიონი არ არის დიდი რაიონი კი არის საქართველოში, მაგრამ მცირე მიწიანია მეთქი და ესეთი რაღაცა მოხდება მეთქი და თუ ესე გავანაწილებთ არა, უფრო სამართლიანი იქნება მაგათ ჩამოსახლება მეთქი თელ რაიონში და მოსახლეობაში აი აჭარელები იყვნენ ჩამოსახლებული მაგათ წინა. და იმათაც ძლივას აირივნენ ჩვენ მოსახლეობაში. იმათაც ზოგი ცალკე დაიწყეს. ზოგი მუსულმანი მოხვდა. ხო და მაგრამ ისინი პრობლემად არ შეუქმნიათ იმათ გორის რაიონისთვისა და მე მითხრა მომცა მისამართი რომ კიდევ რეჟისორია ემასთან ჩადიო უძრობასთან იყო მაშინ კავშირში კარი გამახსენდება იქაც ცხოვრობს ხუდადოვის აყოლებაზე ცხოვრობდა და სახში ჩავედი იმასთან და ჩაუტანე ეს ჩემი გეგმა სოფლებისა იმის ხო და რავი მე ისე მოხდა რომ საერთოდ არ ჩამოსახლდნენ ახლა და მე ხარელებმა შეავიწროვეს და იქიდანაც წავიდნენ ხო და კოსოვაში მივხვდი რომ კოსოვამ გამიგო მე კოსოვაში დავინახე ეროვნული სული და დავინახე საშიშროება რა შეიძლება მომხდარიყო ამ შემთხვევაში აქ ხო და დანარჩენებთან მე კავშირი ახლა რაღაცით არ მომდიოდა თვალში ახლა უცხოელად მიტინგებზე გამოსვლასა და ლანძღვასა და იმას კომუნისტებისა და იმის ყველა ერთ ბარაში გადიოდა მე ხომ მტკიოდა რაღაცა და ჩემნაირ რამდენი იყო იმ შემთხვევაში კომუნისტების იმაში ყველას კი არ აჭმევდნენ და ყველა კი არ აჭამდა ზოგს შეშინოდა არ აჭამდა და ზოგსა არ აჭმევდნენ კომუნისტები ხო რაიონებში ვიძახი რა ვისაც ხელში ეჭირა რაღაც სადავეები ხო და პატრიოტების ბევრი იყვნენ და ყველას ერთ ბარაში და ფიფევანო მითხრა რომ ჩვენ ვერიდებით და გაგვაფრთხილესო რომ პარტიულ საბჭოთა კადრებში ნამუშევარი არ იყო მე გული მეტკინა და მე რო საერთოდ ისე დავრჩი უფრო გული მეტკინა თავიდან მიეცა საშუალება რომ კომუნისტები მოესპოთ ეროვნულ ტალღაზე და ეროვნული ტალღა ძლიერი იყო ქართველებში და კომუნისტები შეაზრინეს იმაზე მე ეროვნული მოძრაობა რომ აითათა სიხა ბევრი მიეტმასთან რაღაცე მე მხედრიონმა თავის საქმე გაუკეთა ამ გრევასა და იმასა ქვეყნისასა და იმასა მე მხედრიონმა თუ აითათა და უკვე თვითნებურათა და იმათ რომ დაიწყეს რაღაცეები მე გვარდია მე პოლიცია და ამასობაში მოვედით აი აქამდე და ეს ხალხი მაგალითად აი ამ პროცესში ძარცვითან რაღაცა ესეთი კრიმინალით იყო დაკავებული თუ ეს შემთხვევები ხელისუფლების გადაბარების პროცესში არ ყოფილა. ხელისუფლების გადაბარების პროცესში არ ყოფილა. ეს იყო შემდეგ ამ ეროვნულ მოძრაობაზე აი ერთ-ერთ პიროვნებას ვიტყვი.
პიროვნებაზე ვიტყვი, თორე პიროვნებას არ დავასახელებ. ეხლა უკრაინაშიაო იძახიან. შევიდა გორვაჭრობის ავეჯის მაღაზიის საწყობის გამგის სახლში. გაუხსნელი ავეჯი ჰქონდა, კარგად მახსოვს, ვალენსია თუ რაღაცა უცხოური ავეჯი ჰქონდა სახლში. დღისით ბზისით იმ პატრონის თვალწინა გამოვიტანა დაუდო მაგიდა და წაიღო თავის სახლში დაალაგა. იმ პიროვნებას ვახატინებით თხოვე რაიკომში ლენის სურათებსა და ემეებსა მაღაზე ვიყენებით თხოვე. იმის მოხმედებას არავითარი რომლებთან აქონდა და მე რო სიტუაცია შეიცვალა, მე ეს მივიდა, ის გაიქცა და შევიდა და გამოიტანა ემანა ის ავეჯა წაიღო თავის სახლში. აი ესეთ სიტუაციები იყო. მე ერთი პერიოდი იყო და მე მაგზავნედნენ ხოლმე ამ თავმჯდომარეების გადარჩევებზე და გადმორჩევებზე და იმაზე. ისინი ვისაც იტყოდნენ ის უნდა აგერჩია იქ. და მე ხანდახან ვუწინააღმდეგებოდი მაგათ, ვეუბნებოდი ხმები დავთვალოთ. ვისაც ეს სოფელი აირჩევს, ის იყვეს. და ბევრ შემთხვევაში ვიყოლიებდი მაგათ. უკვე ფაქტის წინაშე ვაყენებდი, რომ დემოკრატიული არჩევნები იყო. სოფელს ეს უნდა. ის ვიღაცასა პირდებოდა. იმან იცოდა თუ არა აგრონომია, იცოდა თუ არა სოფლის მეურნეობა, იცოდა თუ არა მართლა ამას არ უცხეროდნენ. აი ესეთები მიეტმასნენ. თავრობაში ასე იყო. კი, ბრძოლაში თავი მიიღო მონაწილეობა იქ აფხაზეთში, იქ ეროვნული მოძრაობის კომუნისტების დამარცხებაში ძმაში, მაგრამ პური, რა თქმა უნდა, ძველი ქართული მეპურემლა დააკრას. შენ რომ ამ მინისტრად ამას უშვებ, იმ მინისტრად იმას უშვებ, რომ საერთო შეხება არა აქვს. ეროვნულ ტალღაზე ამებს გაკეთება ხო არ შეიძლება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესეც დაგეგმილი იყო და ვიღაცის კარნახით დაინგრა ის ყველაფერი. გაიყიდა ის ყველაფერი, რომ აქ მოსახლეობას საშუალება არ აქვს სამუშაოსი, ის კომუნიზაციაც სპეციალურად მოხდა. ხალხი ფაქტობრივად ნორზე დასხდნენ. კი მილიონერები იყვნენ, მაგრამ აფრის ყიდვა არ შეეძლოთ. და იზოლებულები გახდნენ, რომ წასულიყვნენ სამუშაოდ. პირველი თურქეთით დაიწყო. მერე დელდელ გავიდნენ ევროპაში. პამპერსების ცვლა, ისა, მერე მას მოყვა სხვა ტალღა გასულისა სხვა იმისი. ის ხალხი წავიდა, ვისაც აქ უნდა ოჯახები შეექმნა, ბავშვები გაემრავლებინა, გაეჩინა. იმათ მერე კაცების გაყვნენ ზოგიერთები. აღდარჩნენ ბავშვები, ვინც დარჩათ იმათ შვილები უპატრონოთა. სხვა იდეოლოგიით გაიზარდნენ ესენი. და დღეს ეს სიტუაციაა, რომ მამა ვერ ეტყვის შვილს, შუაღამე დათიხარ გარეთაო. დაურეკავს 112-სა და ამას წაიყვანებენ ხელწელით დააწერინებენ. არ არის რაღაც არასწორი. ოსების შევიწროება როგორ იწყება და რა არის რეალური შევიწროების წვლილი და რა არის ის, რომ ვიღაცა შეეშინდა და ამის გამო გაიქცა, იმიტომ რომ ნუ ხა ფაქტია, რომ ვიცით, რომ სხვადასხვა ადგილებში გარდა მარტო სამაჩაბლოს ტერიტორიისა, ასევე ცხოვრობდნენ და ეროვნული მოძრაობის პირველ წლებში ბევრი წავიდა. საქართველოდან, ბაკურიანიდან წავიდა, იმიტომ რომ მე ვისვენებდით ჩვენ და ერთ წელს იყვნენ და მეორე წელს არის. ხო, ოსები. საქართველოდან წავიდა კონფლიქტის პერიოდში? არა, მე ვიძახი, როდესაც აი პირველი ეროვნული ხელისუფლების დროს, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს. რატომ მიდიან ისინი? რატო ტოვებენ მათ შორის საქართველოში ადგილებს და რა არის რეალური მათ შევიწროების ისტორიაში და რა არის ის, რომ ვიღაცა შეეშინდა და ამიტომ წავიდა? რა არის იცი? ორივე მხარეს ხელში აიღეს სიტუაციების მართვა ეროვნულ ტალღაზე ეროვნულობას ამოფარებულმა ძალებმა, აქეთაცა და იქითაცა. იქითაც ოსურ ეროვნებას ამოფარებულმა ძალებმა აიღეს. ხო. იქაც დაიწყეს ქართველების დაყაჩაღება, ქართველების შევიწროება. ახაც დაიწყეს ოსების ჩვენ მხარესა დაყაჩაღება. თაში პირუტყვის განათლებაში მუშაობდი, 40 დაწყებითი სკოლა იყო თაში. სოფლები იყვნენ, პირუტყვი ყავდათ,
ახალგაზრდები კი მოდიოდნენ გორში სამუშაოთა და იმათა, მაგრამ იქ ოჯახები ჰქონდათ, იმაზე და ევაშვებოდა. საქონელი ბაკურიანად საქონელი აქ ჩამოყავდა საქონელი. აი ეს ბიზნესს მოუყვანა თავისმა სიძემა. მე ყოფილი გამგებელი იყო ის სამხანაგი. და ბიზნესმა გარეკა. წოდით და გინახოთ ახაო. ფუტყარი ყავდათ იმ ბაკურიანში და იმეები, სადაც დაყავდათ. მოხდათ. ხო და რატო წავიდა ეს ხალხი? რამ შეაშინა თქვენი აზრით და რამდენად რეალური იყო საფრთხე მათთვის? მე კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ გაგებული მაქვს რომ ქარელში ტრუბაში დაწვეს ოსი. დაუსვარყავ სახედან იქიდანა და მოკლეს. რატო? ოსი იყო. ხო და რამ გამოიწვია თქვენი აზრით ასეთი დაპირისპირება იმ ხალხში, რომელიც გუშინ ერთმანეთთან მეგობრობდა, შერეული ოჯახები ჰქონდათ? რა იყო ის, რომელსაც ასე წააქეზა ეს ხალხი თქვენი აზრით? იმათ ვიღაცა შეპირდა დამოუკიდებლობას. ეს ვიღაცა ვინ არის, არ ვიცი. ამათაც ვიღაცა შეპირდა დამოუკიდებლობას. ეთია საქართველოში. ხო. ეხლა იქ რო ფეხის დადგმა და აფხაზი ფეხის დადგმა რუსეთს უნდოდა და რუსეთმა რო წააქეზა ამის ეჭვები მაქვს მე. და საქართველოს ვიც ამ ეროვნულ ტალღაზე და იმაზე მოიყვანა ის ძალები თქვენს კარგად იცით და მეც ვიც იყო. ეს ორივე იყო ეს კონფლიქტი და დღევანდელი სიტუაცია არის ორ დიდ ქვეყანას შორის ჭიდაობის რუსეთს არ უნდა რატო თავის გვერდზე იყოს თავის სიახლოვეს იყოს თორე რუსეთმა საქართველოსთან ჯარი გაიყვანა. ერთი პერიოდი იყო გაიყვანა საქართველოს ჯარი, მაგრამ მე შემოტრიალდა. და მე კიდე ცუდა ომით შემოტრიალდა. საომარის მოქმედებები როგორ იწყება? საომარი მოქმედებებსაცა პროვოკაციებით იწყება. პროვოკაციებით იწყება. ვიღაცა მოდის, არ იცი, ვინ არის, ვისი დავალებით მოქმედებს, გაისვრის ცხინვალისკენ, აი ამ სოფლიდანაც კი. გაისვრის, წავა ის მანქანა. ისინი უკვე ახეთ ისვრიან მე. და ბედის მე ტელეგრამზე პერესტრელკები, არ ვიცი. გათენებამდე ბედის როლები და ის. იქიდან ვიღაცა გამოისვრის. მე ახედან პასუხობენ. ახეთაც საგუშაგოები არის და ახეთაც შეერაღებული ხალხი არიან, იქითაც შეერაღებული ხალხი, მაგრამ ის პროვოკატორები ვინ არიან ახეთა და იქითა ესენი არაჩანან. მე ხო დადის ხალხი თბილისიდან ამბის გასარკვევად, ეროვნული მოძრაობის ხალხიც დადიან. მაგრამ კიდევ უფრო და უფრო ხდება ესკალაცია სიტუაციის ოსეთში. კიდევ ხდება ესკალაცია. 90-იან წლების დასაწყისში. 90-იან წლების დასაწყისში. პირველი კონფლიქტის დროს. არა 2008 წელს, არამედ პირველი კონფლიქტის დროს. შეიგებაზე არავინ ლაპარაკობდა. ერთი პერიოდი იყო მე რო ახსენე ის პავლე დოგუზოვი და მე რომ ნახე მე ჩიბიროვი რო ნახე. პავლე დოგუზოვის თანახმა იყო. როგორც პარლამენტის წევრი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი. და ისის თანახმა იყო რომ შემოსულიყო რა სტატუსით შეიძლება შემეშალოს მე. ავტონომიით კი არა, რაღაც სტატუსით შემოსულიყო საქართველოს შემადგენლობაში. კონფედერაციის ხო არა? კონფედერაცია არ იყო ნახსენები, სხვა რაღაცა სტატუსით. თვითგამორკვევი რაღაც სტატუსი იყო, ისეთი რომელიც მისაღები უნდა ყოფილიყო ჩვენი მხარისთვის. ეხლა შეიძლება შემეშალოს და ზუსტად ვერ ავთქვა ის, მაგრამ პრესაშიც დაიწერა მას პერ ვიღაცის წერილში იყო. ვიღაც გადაცემაში იყო რაღაცა ეგ. რომ ამაზე თანახმა იყო. ხო და რა. მე ნელ-ნელა ახლა ეს რუსეთს არ აწყობთ. და ჩიბიროვი და რო ვახსენე ჩიბიროვი მე იბის შვილიც ბაევიკი იყო იქით მხარესა თავისი რაზმი ყავდა და ისა ერთ-ერთ შეხვედრაზე იყო სტოკჰოლმში იყო შეხვედრა ხართულოსური შეხვედრა მაშინ ჩვენი პრეზიდენტის ხმარიც ესწრებოდა კაშია იქ ირინა სარიშვილი მეც ვიყავი იქ ხო და ოსებისაც ხო იყვნენ იქ. ხო და უკვე ისეთი სიტუაცია იყო რა, რომ
ახეთ მოყვავდა ის ჯგუფი. მარტო ერთი იყო ოსეთის წამოყვანილი. და ოსებს ყოველთვის დაძდებდათ რუსი გენერალი. მაიოროვი იყო ვიღაცა აფრიკაში და იმაში დამსახურები, ვიღაცა დაძდება ყოველთვის. და ბოლოს ისეთად აწყობდნენ ჩვენი ისინი, ჯერა ჩვენა ამ კომპიუტერით ჩვენ აზრებს რა მოხდა ეს კონფლიქტი, წერდით, მერე რა უნდა გაკეთდეს რომ მოგვარდეს ეს კონფლიქტი რაღაცეები, ჩემს ავწერდი ის თავისას და ბოლოს შეხვდათ კომპიუტერი, გამოხდათ საერთო. და ბოლოს ჩვენა შევთანხმდით, მეხუთე შეხვედრა იყო თუ რაღაცა იყო უკვე ამერიკაში. ფიშერი დადიოდა ხოლმე, პროფესორი იყო, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ამ კონფლიქტოლოგიის სპეციალისტი. მერე სასტუმროში ერთად გვახვედრებდნენ რუსსა და ქართველსა. ერთ ნომერში, რომ გველაპარაკა რაღაცა. მოსმენები იყო იქა თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვლაპარაკობდით. და ერთ-ერთი შეხვედრის დროსა ჩვენა შევთანხმდით ოსები და ისინი. რომ რეფერენდუმით მოგვეწია ხელი. აი ვალდებულება რო არა აქვს. ისეთ ხელშეკრულება გაგვიფორმებიდა რა, რომ სავალდებულო რო არ არის, მაგრამ მემორანდუმი. და იმ რუსის ათქმევინა იმ ორჯონიკიძელსა, რომ ნახევარი საათიო შესვენება გავაკეთოთ. კეჭი უნდა გვეყარა უკვე. და ოსები მომზადებულები იყვავდნენ, ცხინვალი რუსები ჩემთანაც ჩამოდიოდნენ სახლში ხოლმე. და არ შემოვიდნენ 1 საათი, არ შემოვიდნენ 2 საათი, არ შემოვიდნენ 3 საათი და მე რო შემოვიდნენ. თქვენს რო ხელს არ მოვაწერთ. ქართველებმა? ოსებმა. ქართველები ვაწერდით ხელს, ქართველები ველოდებოდით. მერე ისე მოხდა რომ ჩვენც მოსკოვში ჩავფრენდით ქართული დელეგაცია. იქიდან გადმოვფრენდით თბილისში და ისინი მოსკოვში დაიტოვეს იქა. ჩამოვიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარე იყო ის ჯუკაევი. გაათავისუფლეს პარლამენტიდან. როგორ თუ დაყვა ეს ჩვენ. ისა დაიჭირეს ჩიბიროვის ბიჭი. ეს რუსებმა თუ ჩვენ? ოსებმა, მაგრამ რუსების ჩვენებმა არა, ჩვენებს იქ არაფერი არ მიესახმებოდათ. და ცოტა ხნის შემდეგ ჩიბიროვიც გაათავისუფლეს. და იძულებული გახადეს წასულიყო ეს უკვე ბორჯომში შეხვედრის შემდეგა. წასულიყო ორჯონიკიძეში. და რუსეთი ამ ნიადაგს ამზადებდა, რომ ისეთ ძალები მოეყვანა მანდა, რომ ჩვენთან მოლაპარაკებაზე არ წამოსულიყო. და ფეხი ზადმა უნდა და ფეხი უდგია კიდევაც, ბაზები აქვს რა. ჩვენ ტერიტორიაზე ეს ყველაფერი. ავტომობილით არის გადაღობილი. აი ჩემ მიწებს რომ გადავცქერი იქითკენ. აი თანამედროვე ბაღი გააშენეს, ზედან დაფარული. აი გული იცით რა მაინტერესებს, რომ აქედან ძალიან ახლოა ფაქტია სამაჩაბლომდე. ფაქტია, რომ ბევრი ადამიანი ერთმანეთს იცნობს ამ კუთხეში და ახლო კავშირები არსებობს. ამ პირველი კონფლიქტის შემდეგ როგორ გრძელდება ადამიანებს შორის ურთიერთობა? მე გამიგია, რომ მათ შორის ერგნეთის ბაზრობამ ხალხი ძალიან დაახლოვა ერთმანეთს და ახლოს ვიყავით კონფლიქტის გადაწყვეტამდე. რამდენად მართალია ეს? იყო მაგის სიმპტომები იყო, რომ მაშინაც უკვე სუსხებს ახონდათ ძალა აღებული, უკვე ბიზნესმენებს ახონდათ, იმათ ახონდათ და ამათ აწყობდათ ესეთი ისა და ხალხიც კმაყოფილი იყო. მაგრამ ეს არ აწყობდა რუსეთს ახლა მე და წესით არც უნდა არ მიყვეს რომ არ აწყობდათ. ხო. ურთიერთობა ნორმალური იყო, რა გაგებით ვიძახი. ცხინვალს ვერ ვაკონტროლებდით ჩვენ, მაგრამ ცხინვალის შემოვლით გზით გადადიოდნენ ჩვენი ხალხი იქ, მაგრამ ბოლოს ისე დათმო ურთიერთობა რომ ცხინვალში გავივლიდი მე პირადად გავივლიდი და ავიდოდი სამაჩაბლოში, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით. სამაჩაბლოზე დადიოდნენ მაგათი მანქანები, რომ ორჯერ წასულიყვნენ, წამოსულიყვნენ. ესეთ სიტუაცია იყო, სამშვიდობოები დგანან არიან, ესენი აკონტროლებენ ამ სიტუაციებს. ხო და მერე უკვე იძაბება სიტუაცია, მერე რაც მოხდა რუსების სამშვიდობოების
დახოცვასთან დაკავშირებით. აქეთ იძახდნენ, რომ რუსები მზად არიან, რომ რა ქვია, მოსყიდულები ყავს, რომ შევიდეთ და გადავიდეთ როკაში და იმაში. მაგრამ რუსების დახოცვამა და იმან, რუსები ვინ დახოცა? ჩვენ სამშვიდობოზე ბრალდებათ. იმ პერიოდში 2000 იმ პერიოდში. და ესეც შესვაც მოხდა, უგეგმოთ მოხდა ეს შესვლა. მე რაღაც ჩემი ვარაუდი მაქვს ამაზე, რომ სტალინი ბერლინს მიუახლოვდა. იმას რომ ბერლინი აეღო. მანამდე ის მოკავშირეთა ჯარები მეორე ხიდან მოადგებოდნენ ბერლინს. სტალინმა აუარა ბერლინსა და გავიდა ელბაზე. წინ შეხვდა იმ მოკავშირეებს და მე აიღო ბერლინი. ცხინვალის საბავიც ეგ იყო, ჩვენი ტანკები და ისინი უაზროდ მიაწყდნენ. ცხინვალში ადვილი იყო ბარიკადების გაკეთებაც, მანქანების გადაღობაც, გადმოღობაც და როცოდოთ რუკაზე რა სიტუაცია იყო. აევლოთ აქეთ რა ქვია პატალიახვის ხეობიდან და ჯავაში ასულიყვნენ და ასულიყვნენ როკაზე. აქეთ მეორეთან ასულიყვნენ. წინამდე არ შეხვდებოდა და როკაზე მიასწრებდნენ რუსის ჯარს. ასე ცხინვალთან და ცხინვალში დრო დაიკარგა, ისინი შემოვიდნენ. მაგასაც მოხდა ეგეთი რაღაცა, გაუაზრებელი ჩვენი პოლიცია რო შევიდა ცხინვალში. გენერალია ერთი. მე მგონი ცოცხალი იქნება კიდევ. ბოგირის ეძახიან ერთ ადგილს, არა, ბოგირი ქვია. უნივერმაღის შენობა არის, ცენტრალური მოედანი არის, ცენტრალური თეატრთან არის, მეორე ცენტრალური მოედანი იქ არის. პოლიცია შევიდა. და უჭირავს რუკა და ეუბნებიან ბოგირიაო და ბოგირისა და რუკაზე არა ხატიაო გას ბოგირი. მას ეგონა ბოგირი წყალნაყოფილიყო იქა. და გადასულიყვნენ ბოგირს. და სალამამან გაარკვია რომ ბოგირსა ქვია ბოგირი, თორე აქ ბოგირი და წყალი არ დადის და ბოგირს არის ხიდი. მანამ ატეკიდან გამოიყვანეს ოსებმა. მანქანები და ესე გადაღობეს ეს ქუჩაცა, ის ქუჩაცა და ბოლომდე ვერ შევიდა ჩვენი პოლიცია, თორე მაშინ ჩვენი პოლიცია შესულიყო. მშვიდობიათ მოგვარდებოდა მე საქმე ყველანაირად. აი იქიდან დაიწყო მეორე გამწვავება, მეორე ტალღა გამწვავებისა. ერგენთის ბაზრობის დახურვამ რა გავლენა იქონია აქაურობაზე? ის გავლენა იქონია, რომ ჯერ ეს ერთი თუ რამე გასაყიდი ქონდა აქაურ ხალხსა, მიხოდათ იქ აყიდიდნენ. იქიდანაც შემოდიოდა საქონელი, იქ აყიდულობდნენ. ეს ეკონომიკურად მომგებიანი იყო ეს. მერე იქიდან რომ მანქანა შემოვიდოდა, რუსეთიდან ტრაილერები შემოდიოდა დიდი მანქანები. და დაიცლებოდა მან და თქვათ რაღაც შემოიტანეს, ერთი თუ რაღაც შემოიტანეს. ის მანქანები ცარიელი ვარ წასულიყვნენ. შემოდიოდნენ ახლა და დაუდებდნენ ვაშს და წაიღებდნენ. ანუ ვაჭრობა მიდიოდა სხვანაირადაც. ხო. და ესე იგი უფრო ის ხო მაინც უნდა წასულიყო იქა და იაფად მიხოდათ. და ესეც კმაყოფილი იყო ეს ვაშლის პატრონიცა და ისინი კმაყოფილები იყვნენ ცარიელი არ წავიდნენ. ხო, აი ეს ურთიერთობები იყო. ხო. მაგრამ იმას სხვა კონტროლი უნდოდა რა, სხვა კონტროლი უნდოდა და ის კონტროლი რუსეთმა არ გაუშვა. საბაჟო უნდა აშვებულიყო იქა. და იმ საბაჟოდან თავიდან შეიძლება ყოფილიყო რომ რაღაც პროცენტი თქვა ოსების თვისა, რაღაც უფრო დიდი პროცენტი საქართველოსთვისა, რაღაცა და ახლა ეს საბაჟო სამუშაოება არ მოხდა. განუკითხაობა იყო ხა ვის რა შემოხონდა, რამდენი შემოხონდა, როგორ შემოხონდა. ვერც ოსების ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა იმას. და ვიღაც პიროვნები ჯიბებში ლეხებოდა ის ფული. და ვერც ჩვენი ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა აქეთკენ. თუმცა საზოგადოება ერთმანეთს უახლოვდებოდა ქართულს. საზოგადოება უახლოვდებოდა. ომი იყო, ხო, გეუბნები, გაცხარებული ომი იყო და
მომადგებოდნენ აქ ცხინვალის ხელისუფლების დაბალ ჩინოსნები რა. გოგი, რა არის მოხდა? შუქები არ არის, არაფერი არ არის აქ. ეს პერიოდი იყო, შუქები არც გორში არ იყო და პრობლემა იყო 90-იან წლები. ხო. იბათ ხონდა შუქები. ბიჭო, მე ვთხარი, თქვენ კაი ხალხო. იქა პარლამენტის პერიოდში, რაც პარლამენტში რო 90-იანში ხო თავისთავად ცხადია. 90-იანში მოხდა ისა, რომ მე ოსებისთან ურთიერთობითა იბათი შუქები ჩამოვიყვანე აქამდე, ჩავიყვანე ფუენისამდე. სადაც შეუხვია თველა, ქვემო ხვითამდე. და ამოვიდა გორის გუბერნატორი და ისა, ჩემი მეგობრები იყვნენ ახლა ისინი. გოგი რა შურებიო? გორში შუქი არა გვაქვს, თელი გორი ლაპარაკობს, რომ შეშუქები ჩამოვიყვანე აქაო. მე ვთხარი, მოსახლეობა კაპიკებს იხდის, ის კაპიკები მიდის ვიღაცის ჯიბეში იქ. და იყვეს შუქები ახლა, არა შენ ეჭირებეო და მე ვინც ამ ფულს აგროვებდა ხოლმე ახლა. დაგიჭერთო უთხრეს აღარ ისახნაო და შეწყდა ის შუქები და ისა. ეს შევარდნაძის დროს ჯერ კიდე? კი. ანუ ხელი შეგიშალეს. ხო. თქვენ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ხართ. ფაქტობრივად 90-იან წლების ბოლოს და 2000-იან წლების დასაწყისში. როგორ დაახასიათებდით იმ პერიოდის პარლამენტს? რა მოგწონდათ ამ პარლამენტში და რა იყო ის რაც თქვენთვის გაუგებარია? ჩემი საქმე არ არის. მე პიროვნულად სულ ყველა პატივსამცემ და პიროვნულად რო ვთქვათ, პატივსამცემ და ახლა მე თქვი ზოგადად რომ ისევაში გამორბოდა მეთქი და ზოგი ისა ზოგს ესა და ზოგს ისე, იმიტომ რომ შეიძლება ჩემი კოლეგები იყვნენ და ზოგიერთებს ეხლაც ავხვდები და ზოგიერთი აღარ არის ცოცხალი. მაგას ვერ დავახასიათებ. მე დავახასიათებ ამ შემთხვევაში ჩემ თავს იმ პარლამენტში. მე იმ პარლამენტში არ ნავყოფილიყავი. პოლიტიკოსი გორის მაჟორიტარი ყავით და ამ ხელმძღვანელის მაჟორიტარობა არ არის ცოტა. არ ყოფილიყავი, მაგრამ პოლიტიკოსი სხვა ბაგაჟი უნდა გქონდეს, სხვა ენაზე უნდა ლაპარაკობდეს, სხვა მიმართულებით უნდა მუშაობდეს, ისა იმაზე კი არ უნდა მუშაობდეს, რომ თავის ბიზნესი ისახრას, რა ქვია, თავის ბიზნესს გაუწიოს ლობირება და იმ კანონი შემოვიდეს პარლამენტში და იმაზე ისა ყოფილიყოს. ეგრე არ უნდა იყოს. ხო და მე არ ნაყოფილიყავ, იმიტომ რომ ორატორი მე არ ვიყავი. რაღაც სათქმელი ბევრი მქონდა, შემეძლო თელი დღე მელაპარაკა იმ საკითხზე, იმ პრობლემაზე, დამერწმუნებინა ის ვიღაცა, რომ აი მე მართალი ვიყავ იმ საქმეში, მაგრამ მიკროფონთან რომ გამოვიდოდი, წაშლილი ვიყავი. ახლა მას გეუბნები, აი ჩემი პირადობასა და სხვას ვერ დავასახელებ. ახლა იქაც იყვნენ ორატორები, იყვნენ, გამოდიოდნენ ისინი, მაგრამ რა ვიცი ვერ. სააკაშვილის ვარდების რევოლუცია რას სulis? აი ამ გარემოსთვის იმ ხალხთან, იმ ხალხისთვის, ვისთანაც თქვენ ურთიერთობდით, გორისთვის, ცხინვალისთვის. აი მიხეილ სააკაშვილის და ზოგადად ვარდების რევოლუციით რა ხდება ახალი ამ გარემოში? ახალი და კარგი რა ხდება? მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ მოხდა იმ პერიოდში, რომ ეზოებიდან და ტრასებიდან რომ მანქანებს იტაცებდნენ და იპარავდნენ და აი ეს აი ოროლი მანქანა ერთი გორისი ბაზარზე იყო შესული ჩემი შვილი ის ისახნეს რა ქვია იქიდან წაიყვანეს და მეორე აქ შემოდიოდა მეორე მანქანეთა და გადმოაგდეს და წაიყვანეს ეს მოისპო და მიყავდათ ეს ოსეთში? მიყავდათ ოსეთში ქართველების დახმარებით. თბილისში ჩამოსულიყავი მე. იყო პერიოდი. ახედან ავტომატიანები მემყავდა. რო გზაში მანქანა არ წერთ მე ჩემს, მივდიოდი რაზე. რომ ეს კონფლიქტი რომ მოხდა. ცხინვალმა სასმელი წყალი გადაგვიყედა. და ეს სოფლები დავრჩით უწყლოდ. სარწყავი არხიც გადაკეტა და სასმელი წყალიც გადაკეტა. რა უნდა გამეკეთებინა? და წავედი ადრე ესე ტუქში გავიცანე სახსოფტექნიკის მომარაგების ბაზის დირექტორი იყო დოლიძე, ღმერთმა აცხოვროს, გარდაცვლილია. დაველაპარაკე იმას და ტუმბოები შემპირდა. ტუმბოებს მოხსევა, იქნებ ჭაბურღილი დაარტყათ. მე ვთქვი, ამ სიტუაციაში ვართ.
და იმიდან წამოვიღე გაჩიანის ბაზიდან და ის ტუმბოები უფასოდ უსასყიდლოდ გაამატანა იმან. მერე ვაშაძე ჩამოდიოდა ხოლმე თბილისის ყოფილი მერი, ვითომ ამ მიწისძვრის ვარიანტებში რაღაცეებსა და მერე კონფლიქტის ვარიანტებში რაღაცებს ყურირებდა. რომ მიხვდა ამ სიტუაციებს და ამასა. მე რაღაც ისქოზის გამგებელი ვიყო, უკვე მითხრა ჩამოდიო შენაო. ჩემთანაო. და მე მოგეხმარებიო, მებზეო. ტყუია წამასაც მოგიტან თუ აჭარიდან მატარებაზე ნუ ჩავედი დილით დავადექი უთენია. იმან თავის რეკლამა გაიკეთა ახლა იქა დაუძახა იმას არ ვეს გმირია და რა გმირი ახლა მე იარაღი ხელში არ ამჭერია. მე უბრალოდ ვაკონტროლებდი და ტრიალებდი რა. ხო და მერე მომცა წერილი ერთი. თევზაძეს საკნავთობის ხელმძღვანელთან მომცა. მიუტანე ისაო და აუტარე მივედი. რო აიღო ამანა ამ კაცმა ახლა ყველაფერს დაწვრილებით გეუბნები, იმიტომ რომ მე საიმისოთ არ გეუბნები, უბრალოდ რომ წარმოდგენა გქონდეს ჩემპიონებაზე. ხო და იმანაც წერილი წაიკითხა, დაჭუჭა და გადააგდო. ხო დაუძახა მთავარი ინჟინერსა და მე უკვე კარებთან მოვდივარ რა, წერილი გადააგდო და მოდი, სად მიდიხარო? დაჯექია ხო. წესიერი კაცი იყო. ის დაუძახა თავის ინჟინერსა. ეხლა ამას წაიყვან შენ კაბინეტშიო, დაელაპარაკეთო. ამიხსნა მდგომარეობა ამადა რა სიტუაციაო ნიქოშიო, სამსოფელშიო და სამივე სოფელში დაარტყით თუ წაბურღილიო. და მომახსენეო გარკვეული პერიოდის ვადაც დაუთქვა იქ. ხო და ის მაინც გამაგებდა მაგწერილში რა ეწერა მეთქი მე თბილად ელაპარაკებოდა. რა ეწერაო? შვილო ვასაკიანი კაცი იყო. აიო ამოიღო თავის წერილი და რაშალა. მიეცი ამ კაცს წყალი ღმერთი გიშველეთ. და რა ღმერთმა უნდა მიშველოსო გუშინაო 8 თვის შვილი დავმარხეო. სად არის ღმერთიო? და მაგიტომ გადავაგდე იქ აღალდიო. შენ არაფერს გეხებაო. და მე იმ კაცმა გაამაყოლა ის ინჟინერი. ამ სოფელში დავატყვი ჭაბურღილი, იმ სოფელშიცა. ყოველგვარი ბიუჯეტის, ყოველგვარი რაღაცის გარეშე. და даже პრემიაც მისცა იმ ბურღავებსა, რომ ნახა ვაგონი, იმათი ვაგონი დაცხრილული ავტომატის ტყუებით. ჩასწრულად ბაზა რაღაცა გეოლოგებსა და ვიც დაბურღა. და რომ ნახა რა არის ესაო და ესაო ნიქოში რომ ვიყავეთო ჩვენო. ორ თვის პრემია გამოუწერეთო. ამათა ვინც ახლა მუშაობდა. და სამივე სოფელი წყლით დავა. და რაც შეეხება ოსებთან ურთიერთობასა, მე იყო პერიოდი, მე მაგათა ჩემთვის ძალიან მტკივნეული არის ახლა, როცა ვიძახი, რომ ოსებსა ქართველებს შორის ეს არნა მამხდარი იყო. ამის ისა მე მაშინაც მიმაჩნია, რომ პოლიტიკური მიზნები იყო, რაღაც ძალებისა, თორე მაშინ ოსები ესე გაბლატავებულები ნაღდი არ იქნებოდნენ. როგორ საუკეთესო დაწყისში ორი ოჯახი ცხოვრობდა, მე განარამდენი ოსი იყო, იმდენი რომ დამოკიდებულება გამოეცხადებინათ მაგათ. ხო. ცხინვალში როცა ახლა ავატოფი გახდებოდა ახლა. და ისე ძიმათ იყო რომ გორს ჩაყვარას დროუნდოდა და თანაც ცხინვალში ჩემ შვილს ვერ შევგზავნედი და მე უნდა შევსულიყავი იქ. მე შემყავდა. მე ვადგებოდი თავზე. მე ურეკავდი ვით ჩემი მეგობრები იყვნენ როსები. და ისინი აქცევდნენ ყურადღებასა, ყურნალობასაც, ყველაფერსაც. და იმობის დროსაც მოხდა ესეთი რაღაცაი, რომ ქალაქობის მდივანი იყო ქალი და იბისი ქმარი იყო სპორტ კომიტეტის თავმჯდომარე და ქმარი მიცნობდა მე. და უწლოვარი შვილი გაუთხოვდა და უწლოვარი უდღეური ბავშვი დაბადა. ცხინვალის სამავთხოვოს ინკუბატორი არ აქვს. და დამირეკეს მე და მოუთხარი მოიყვანეთ მე და ჩვენ ხოდას ბავშვს სამავთხოვო და იქ იყო ინკუბატორი. ერთი წელიწად და ისინი შეტრიალდნენ ცხინვალში, მაშინ გავარდა პირველი ტყია და დაიკეტა გზები. ეს ბავშვი თავის ბავშვთა და ეს ისა უდღეური დარჩა აქ. ის მეპატრონე, მე უნდა მეპატრონე მისვისა და ორ გოგოს დაუძახე. ჩვენთან ისტორიულად ნამუშევრები იყვნენ ისინი და მე უთხარი ფულს მოგცემთ, რამდენიც გინდათ, რამდენიც დასჭირდება.
თეთრეული უნდა მასა ბავშვს რამე უნდა თუ რა უნდა ყველაფერი მითხარით მეთქი და რომ მათ ყურადღება არ მოაყენე. ექიმებმაც იცოდა ყურადღება არ მიეკლიათ. ჩვენი გადაცემა ბოლოსკენ მიდის და მე რაღაცნაირად მინდა რომ შემაჯამებელი კითხვა დავსვა. დღევანდელი გადმოსახედიდან და იმ გამოცდილებით, რომელიც დღეს გაგაჩნიათ. რას გააკეთებთ განსხვავებულად? და ამასთან ერთად გავაერთიანებ მეორე კითხვას. რა მოლოდინები არსებობდა საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით? მაშინ როცა ეს იწყებოდა. რა გამართლდა აქედან თქვენი აზრით და რა არ გამართლდა? მოლოდინები იყო, რომ ცხინვალის ავტონომიური ოლქი გაუქმდებოდა და საქართველოს ერთიან შემადგენლობაში იქნებოდა როგორც ადმინისტრაციული ერთეული. ამის მოლოდინს აძლიერა და ისიცა, რომ ჩარტა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ახეთკენა. ოსები ჩუბად გამოდიოდნენ და ჩვენ სკოლაში იყო საარჩევნო უბანი. ხო ერთად გატარდა ისისა და ისიცა. ახაძლებდნენ ხმას. განწყობა ოსებისა იყო, რომ არ უნდათ არც ომი და არც უბედურობა და არც პირველი ჟორდანიას მთავრობის პერიოდის გამეორება არ უნდათ ამათ. მეთქმა ძალიან დაახლოებულები ვიყავთ ერთმანეთთან, რაღაც გორში დღესაც ბევრი ოსი ცხოვრობს. კი, გვარები ზოგს შვილად უწერიათ, მაგრამ ხაჩირაშვილები ოსები ხაჩიროები არიან, ისინი არიან, ყუდუხაშვილები ყუდუხოვები არიან, ისინი არიან. ხო. ოსია, ეროვნება ნუ ჩაუწერ იქა და მოხალხე ჩაუწერა, მაგრამ ის მაინც ის არის. ხო და განწყობა არ იყო მაშინ სეპარატიზმისა იმ გარკვეული ჯგუფის გარდა. ადამონი ხასი რო დაარქვეს იმათ. ხო და ის ნიხაზი საპირისპირო იყო იმისი, რაც ჩვენთან ელია მართალი, კოსტავა საზოგადოება, ეს მონარქისტების კავშირი და რაღაცები, სახალხო ფრონტი და რაღაცები. ამის ანალოგი იყო, მაგრამ ამ ძალისა ის არ იყო. რუსეთის დახმარებით იმან ძალა იკრიფა, მერე იმან ის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, იმათ მაინც ისახნეს. თორე ისინი ოლქზე თანახმანი იყვნენ. მერე ჩვენებმა ოლქზე რესპუბლიკა დაუწერეს და იმათ რესპუბლიკის მთავრობა გამოიყვანეს იქ, რა გააკეთეს იმათ. არა უნდა გაეკეთებინათ. ხელფასებს იღებდნენ და სანაკოების მთავრობას გულისხმობთ. სანაკოების მთავრობას გულისხმობთ, თორე სანაკოების ახლოა ჩემთან და ის შინაგანთა მინისტრი წეგან ვახსენე პარასტაევი ქართულ-ოსურ შეხვედრების დროსაც და ისედაც და ესეც. ახლა ის რო იყო ჩამოსული ყარყარაშვილი თავისი რაზმით აქ საბავშვო ბაღში ყოლა დაბინავებული და რუსეთის გენერალი დამაძახები, ესა გენერალი არ იყო, პოლკოვნიკი იყო, ვერტალიოტების უფროსი. ჯერ გააფრთხილა ვერტალიოტების უფროსი თვითფრინავი ახლოფრინავენო. არა და ახეთ აფრინდებოდნენ და იქიდან აჯდებოდნენ აეროდრომზე. და ისეთი ვერტალიოტები ჰქონდათ, რომ აქედან ავღანეთში ბომბავდნენ და ბრუნდებოდნენ ისევა. ძლიერი ის იყო. თქვენ ახლა ჩვენ გვზერავთ. შეასრულებინა. მე ერთ დღეს დამაძახებინა და მითხრა, ეხლა პირველი ორი ქართველი მოკვდა უვრიდია და რაღაც გვარი ცხინვალში. თბილისის ქუჩაზე მოკლეს პირველად ოსებმა. არეული დაწყების პერიოდში. ეხლა წლის თავი კეთდებაო იმათი იმისიო. დაღუპვისაო და მე უნდა შევიდე შამპანი უნდა გავხსნაო იმათ დაღუპვის ადგილზეო. მაგას ვინ ამბობს? ყარყარაშვილი ეუბნება ამ რუსის პოლკოვნიკსა. და გააკეთე ისე რომ მე შევიდეო ხმარავინ არ გამცესო. იმაო თუ რა ას ლაპარაკობ უკაც შეერაღებული დგანან იქა და ერთ თქვენი პრობლემაა, ჩემი პრობლემა არ არისო. შევიდა და გააკეთა ის რაც ამან უთხრა. ანუ რა გააკეთა? ის რომ აღნიშნა იმისისა და ამით ახლა რუსებისგან გაჩერებულები იყვნენ, წინააღმდება ვერ გაუწიეს ამას. როგორ დამთავრდა ეს ისტორია? არაფერი დამთავრდა ისე, რომ ამან თავის საქმე გააკეთა და მან პოლკოვნიკმა თავის საქმე გაისახნა, რა ქვია, გააკეთებინა ამას, მიეხმარა. მაგრამ ეს უბრალოდ ჭიქის აწევა იყო, მაგრამ კონფლიქტის კონფლიქტთან არაფერი კავშირი არა აქვს. შემსუბუქებას ხელს არ შეუწყობდა. ეგ არ შეუწყობდა. მაგრამ სხვა რაღაცა იყო კიდევ. აქეთკენ ცხოვრებობები იყვნენ.
მოჭიდავეები იყვნენ. იმის გასვენება რო იყო თელი თბილისის ფეხბურთელები და ისინი უღრამ ცხოვრობების შევიდნენ გასვენების ადგილზე. ტყვი არავის არ გაუსწრია. ამოდანა ხალხი შევიდა, ხელეხი გადაიხადა, ყველაფერი გამოვიდნენ. იყვნენ ძალები, ვისაც შეიძლებოდა საერთო აი სპორტსმენებსაც, იმეებსაც, რომ საერთოდ გამოენახათ. რაღაც ნაწილს მე მივეშველებოდი, რაღაც ნაწილს ვიღაცა მიეშველებოდა ავტორიტეტული პიროვნება. ეს ცდები არ იყო. თავიდანვე დაიწყო ძალის დემონსტრირებით. ძალის დემონსტრირება არ ნაყოფილიყო. არ ნაყოფილიყო. მე ახედა გაქცეულ თბილისს და რუსთავი გაქცეულებ ოსებს შეხვედრილი ვარ მე ორჯონიკიძეში. ერთხელ ჩამოფრიდი ბინოდიდან, ავტობუსით ჩამოვედი ბინოდიდან და ტაქსით წამიყვანა და ქართველი აღმოჩნდა ის ტაქსის შოფერი. მე თბილისელი ვარო, ჩემი და რუსთავში ცხოვრობსო, მეორე და კახეთში ეკათხოვილიო. როდის მოგვარდება ეს ყველაფერი? ახლა ჰაერს ვერ ვიტარო მე. ატურულობდნენ, ის ყველანი ის იყვნენ, მაგრამ შეეშიდა და წავიდნენ აქედან რაღაც. რეალური იყო მათი შიში თქვენი დაკვირვებით? იყო რეალური. იყო არავინ არ აი როგორ დღეს აი რუსებს ისეთ რამეზე იმაშვრებიან, ვიღაცა არისაც მოხდა იმაში ბათუმში. პუტინმა რაღაც დააშავა, ის ხალხი რა შუაში არიან. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. არ ვიცი ახლა ახლა ჩემ თავზე უფრო ბევრი გელაპარაკეთ მე ვიდრე ოფლის მოგვარებას. თქვენი ისტორია შესაბამისად თქვენს თავზეც ლაპარაკი. ჩემი ისტორია, მაგრამ რაღაცა დააგვიანა ძალიანა. დააგვიანა. შეიძლება ამ ოფლის მოგვარება უფრო ადრე მშვიდობიანი გზითა შეიძლებოდა. აი გორს ამ შემთხვევაში თავისი სიტყვა შეიძლება ეთქვა. გორი რო არ დაიბომბა და გორი რო არ დაინგრა, კი სამხედრო ობიექტებს დასცხეს. იმის გვერდზე ხალიც დაიჭრა და შეთაჩვენებენ ხოლმე იმ ტრიასა და იმასა, მაგრამ ის სამხედრო ობიექტი იყო. ვინც მაგ ოპერაციას ხელმძღვანელობდა, ის გენერალს გორის მეექვსე სკოლა ჰქონდა, სკოლაში სწავლობდა. მამამისი გორის სატანკო ნაწილში მსახურობდა. გორში მეგობრები ყავდა, თანაკლასელები, ისინი. დაიცვა თორე ჩვენი ისინი რეზერვისტები. ცხოვრებივითა, ხასად მეიყუშებოდნენ, უცხეროდნენ ვერტალიოდან არესროდნენ. კიდე დაინდეს იმათ. და სხვანაირად შეიძლებოდა ეს ყველაფერი და რა ვიცი. ისე გორი მაინც კი მე პატივს ვცემ დასავლეთ საქართველოსაც. კახეთს ახლა ბევრი ყურადღება ექცევა და დასავლეთს კიდე აჭარის მხრივ დანაჩენებს ახლა ქუთაისის ძახიან აეროპორტი და რაღაცები და ისა. გორს მეტი ყურადღება უნდა ახლა. სტალინის ძეგლი კი არ ნაეღოთ, სტალინის ძეგლი ყოფილიყო. ცუდი თუ გააკეთა, როგორც ცუდი სიმბოლო. დაენახა ცუდი სიმბოლოი, ვინ გააკეთა ცუდი, ვიღაცა რო ჩამოვიდო და ვისაც კარგი გაუკეთა იმანა. იმისთვის კარგი სიმბოლო უნდა ყოფილიყო. რაც მთავარია. გორისთვის ის სახლ-მუზეუმის დახურვასაც ეუბნებოდა, ვიღაცა უკიჟინებს ახლა. არც არ დაიხუროს. იყვეს. ცუდიც დადე იქა მასალაი და კარგიც დადე. რა ადამიანებს თვითონ შეეძლოთ აზრის გამოტანა და დასკვნის გაკეთა. რაც მთავარია ფინანსურათა და იმითი რომ გორს არ აუქციოს იმ ტურისტმა. ტრასაზე არ წავიდეს, პირდაპირ მაშინ არ წავიდეს ბათუმში. და იქიდან გამომავლა პირდაპირ თბილისში არ წავიდეს და მე კახეთში არ წავიდეს იმის ტბა რო არის. გორში შემოიაროს, ნახოს იმანა. გორი ისტორიულად ის არის, ვალგადახდილი ქალაქი არის. ქვეყნისთვისაც და იმ საბჭოთა კავშირისთვისაც და მსოფლიოსთვისაც. ნადირაძე გორელი იყო, ის რაკეტებს რო ქინაობენ, ბაშრებიან, აქვეა რუსები და ისინი. პირველი რაკეტა იმის კონსტრუქტორობით გაკეთდა. ამერიკის საავიაციო იმაში იმ ქართველი შვილმა ქვეყნის საქმე მე გვარი კი აღარ აქვს იმას ქართველი შვილებისა იქა, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა.